მოგესალმებით, მეგობრებო, თქვენ უყურებთ ექიმის დღეურების მომდევნო ეპიზოდს და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ექიმი, რადიოლოგი ბატონი გრიგოლ ნემსაძე, რომელიც არის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ფუძემდებლად შეგვიძლია მივიჩნიოთ ამ სფეროში საქართველოში, რომელმაც 90-იანების მედიცინიდან მოგიყვანა იქამდე დღეს სადაც ვართ. რაც ჩემთვის ძალიან დიდი პატივია პირველ რიგში. მოგესალმებით, როგორ გრძანდებით? აი ხართ, კარგად, როგორ გიკითხოთ? არა მიშავს, შრომაში სტანდარტულად. ეხაც დატვირთული დღეებიდან გამომდინარე, მე გამიხარდა ძალიან პირველ რიგში, რომ დამთანხმდით მოსვლაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივა და ძალიან ბევრ კარგ თემას შევეხებით. მე ესეთი კითხვა მინდა დაგისვათ. რა არის რადიოლოგია? მოდი პირველი ამას კითხავთ, იმიტომ რომ აუხსნათ მაყურებელს პირველ რიგში რას მოიცავს ეს პროფესია და რო არ, ესე ვთქვათ, სხვაგან რო არ წავიყვანოთ და წავიდეთ იქ, სადაც ვაპირებთ დღეს წასვლას. კი ბატონო, სასიამოვნოა თქვენთან ვიზიტი დღეისთვის, ჩემთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ დღეები მართლაც დატვირთულია. რაც შეეხება რადიოლოგიას, რადიოლოგია თვალებია რეალურად მედიცინის, მოდი ასე ვთქვათ. სანამ ვილჰელმ კონრად რენტგენი ამ სხივებს აღმოაჩენდა, მანამდე მედიცინას ჰქონდა რაღაც რესურსები, გარკვეული რესურსები, არც თუ ისე ცოტა, რითაც ამ უძღვებოდნენ დაავადებების მკურნალობას, დიაგნოსტიკას. ეს იყო ძირითადად შეხება, ანუ პალპაცია, ეგრეთ წოდებული პერკუსია, აუსკულტაცია და ასე შემდეგ ვიზუალური შეფასება და ის გამოცდილება, რაც არსებობდა მაგ დროისთვის მედიცინაში. აი ამ იქ სხივების აღმოჩენამ მოგცა საშუალება, რომ ეს ყველაფერი უკვე დაგვენახა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ადამიანის საქმის ორგანოებიდან თვალს ყველაზე მეტი ფუნქცია აკისრია, ამ შემთხვევაში უფრო კარგად გამოჩნდება, რომ თუ ჩვენ ვიზუალურად გვაქვს დაავადების ვიზუალიზაცია, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მტკიცება გვაქვს მისი არსებობის. ეს არის ძირითადად რადიოლოგია, მოკლედ რო ვთქვათ, რადიოლოგია არის მედიცინის თვალები. და დღეისათვის იქამდე ვართ ჩვენ განვითარებული, რომ არც ერთი დარგი ფაქტობრივად არ არსებობს მედიცინაში, რომელიც რადიოლოგიის ამა თუ იმ მეთოდს არ იყენებდეს თავის მოღვაწეობაში, ასე ვთქვათ. ასე რომ მე ვთვლი, რომ არა მარტო რადიოლოგმა უნდა იცოდეს ბევრი სპეციალობა მედიცინაში, არამედ ყველა სპეციალისტმა, ექიმმა თავისი სპეციალობის მხრივ რადიოლოგია უნდა ფლობდეს რაღაც იმ ცოდნას იმისთვის, რომ დაუშვათ ქირურგმა შეძლოს მწვავე-მუცლის რადიოლოგიური სურათის ამოცნობა, ყბასახის ქირურგმა მისთვის დამახასიათებელი პათოლოგიების აღმოჩენა. სულაც არ არის ვალდებული დაუშვათ ყბასახის ქირურგი მწვავე-მუცლის დიაგნოზი დაგისვას რადიოლოგიურად, მაგრამ რაც მას სჭირდება, მან ეს უნდა იცოდეს. ჩვენ ამას ყველაფერს თავს მოუყრით, მაგრამ ასე ვთქვათ, რაღაცა დონეზე ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ყველა სპეციალობის სანამ თქვენამდე მოვა, იდეაში მოკლე მონახაზი თავის თავთან კონდეს და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა. მარტივად რომ ვთქვათ, მაგალითად, emergency თემა, რასაც emergency ქვია, ხო, სტრუქტურა, რაც შემოვიდა ჩვენთან ლავშად ამერიკიდან, ხო, სისტემა, emergency სისტემა. ის ითვალისწინებდა, რომ emergency-ს ექიმმა უნდა გააკეთოს ულტრაბგერა. ეგრეთ წოდებული ფოკუსირებული ულტრაბგერა ტრამვის დროს, ეგრეთ წოდებული fast რო ეძახიან. მაგას იარის ექიმი აკეთებს, მაგისთვის რადიოლოგს არავინ არ ეძახის. ანუ მას ვალდებულებაში, ჩვენთან ეს ვალდებულებაში არ არის, რა თქმა უნდა. მის ვალდებულებაში შედის, რომ აღმოაჩინოს სითხე პერიკარდიუმში, პლევრის ღრუში, მუცლის ღრუში. მეტი მოვალეობა მას არ აქვს ინფორმაციულად. ეს სამი ადგილი უნდა შეაფასოს და მე უკვე გადაწყვეტილება მიიღოს რას აკეთებს. ამ საქმისთვის ეხოსკოპისტი მას არ ჭირდება რადიოლოგი. ხო. ჩვენთან ჯერჯერობით ესე არ არის, ხან არც ამდენად აქვთ მათ კომპეტენციებში ეს განსაზღვრული ძნელი სათქმელი, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ დღეს ჩვენ ისევ ძველებურად რადიოლოგს ვეძახით ამ საქმეს. ხო, ეგ რამდენ რა სითხოვ ადამიანისგან მაგაზეც არის რეალურად დამოკიდებული რა, იმიტომ რომ ეხა თუ ესე ვთქვათ, მე ვიღაცა მომთხოვს, რომ იცი რა, ანუ შენ როცა force majeure შემოგივა, შენ გევალება, რომ მოდი იცი გააკეთე ფასტი და დამიდგინე არის პერიკარდში სითხე, პლევრის ღრუში, მუცელში სითხე. ამ შემთხვევაში უკვე ვალდებულიც ხდები და თუ არ იცი, პლუს მაგას
რამის რუსული სიტყვა ჟარგონი წამოწდა, ხო, აუცილებელი ხდები, რომ ისწავლო, ანუ ეგ მოცემულობა. თუ გაგიწერს შენ სამუშაო კომპეტენციებში თუ იქნება გაწერილი, რომ შენ ხარ ვალდებული ეს გააკეთო, მაშინ შენ ამას კეთილს შინებებ და გააკეთებ. ნუ დღეს არ აქვს, მე როგორც ვიცი, იარისექებს ამის ვალდებულება და ისიც ამიტომ არ აკეთებს ახლა ამას, თორე არ არის ხა ძალიან რთული თემა, გარკვეულ ცოდნას მოითხოვს, ამ ცოდნასაც მიიღებს, თუ დაუშვათ საჭირო გახდება და ნუ გააკეთებს, მაგრამ დღესდღეობით ჩვენთან ეს არ არის. ასე რომ აი იგივე ის თემა რომ რაღაცა დონეზე ვიღაცამ უნდა იცოდეს. კი, ან მეც ვთვლი ახლა რეალურად რომ ქირურგიის უმცროსი ვარ, ნუ ახლა არის რა ხშირად არის, მოდი ესე ვიტყვი, რომ როდესაც გჭირდება თქვენი დახმარება და კომპიუტერული ტომოგრაფიის ან MRI-ის გადაღება, ხო? ნუ რაღაცა ახლა მე ჩემი კომპიუტერული ცოდნა ახლა სიტყვაზე ქირურგებთან თქვენთან რა თქმა უნდა თქვენთანს არ ვახსენებ. ანუ ქირურგებთან მიმართებაშიც კი ისეთი არ არის, იმიტომ რომ ნუ ეხა ვიდგავ ფეხს და ნუ ჩემი კარიერა ეხა იწყება, ხო? ეგრე არ არის თავიდან. კი, რა თქმა უნდა და რო უყურებ ეხა ვინც ქირურგებს მაგალითად ვინც იციან რაღაც დონეზე ეს კომპიუტერი და ვინც არ იციან, ანუ რეალურად მაგორს შორის შედარებას რო ვაკეთებ, ან რაღაცას რო ხედავ, თუნდაც შეიძლება ბოლომდე ვერ დაინახოს, მაგრამ რაღაცა დაინახოს, რომ იქ რაღაცა რიგზე ვერ არის. რაღაც დანახვა. კი, ეგ უკვე საქმეა. ანუ იმის ეჭვის მიტანა რომ აქ რაღაცა ხდება, უკვე საქმეა და საქმიანი შეკითხვით ჩემთან დარეკვა საქმეა. ანუ თქვენთვისაც ინფორმატიულია, იმიტომ რომ ანუ თქვენ რაღაცას რო ნახოს, პირდაპირ გეუნებათ, რომ აი რაღაცა ამ სეგმენტში რაღაცა შემოხდა. მე ვიტყვის, რაღაცა არის დაავადება თუ არ არის დაავადება, კი ბატონო. ეს ყველაფერი გამოცდილებაა, რა თქმა უნდა, რადიოლოგია ახალგაზრდა მეცნიერება არ არის ძალიან დიდი ხნის, ხო? 1895 წელს დაიბადა, მოდი ასე ვთქვათ, ხო? კომპიუტერული ტომოგრაფია საერთოდ 1971 წელს. ანუ ჩემზე 2 წელი, 3 წელით პატარაა. ანუ ერთი ადამიანის ცხოვრებაში აი არაფრიდან დღეს მივიღეთ სასწაულმოქმედი, ასე ვთქვათ, დიაგნოსტიკური მოწყობილობა, ხო? კი ბატონო. მაგნიტი კიდე უფრო გვიან შეიმუშავეს როგორც სადიაგნოსტიკო, სამედიცინო მოწყობილობა. ამ თვალსაზრისით შეიძლება ვთქვა, რომ მე პირადად, აი რადიოლოგმა გრიგოლ ნემსაძემ, ჩემს სამუშაო პერიოდში, ანუ იმ პერიოდში, როდესაც მე უკვე ექიმი გავხდი და დღევანდელ დღეს, ხო, ვარ 57 წლის ასაკის, ხო? ყველა დონის კომპიუტერულ ტომოგრაფზე მომიწია მუშაობა. დაწყებული ყველაზე ძველი აპარატიდან Siemens-ი იყო. მაშინ ერთშრიანი ბიჯური კომპიუტერული ტომოგრაფი დღევანდელი 640 შრიან ტოშიბას აპარატამდის ჩათვლით, რომელიც ასე ვთქვათ, გადავსებულია ხელოვნური ინტელექტით, ყველა წერტილში ხელოვნური ინტელექტის დახმარება გვაქვს. ასე რომ ძალიან სწრაფად განვითარდა ეს პროცესი, მედიცინის ეს დარგი და ამიტომ ცოტა ასაკიან ქირურგებს ვერ გაამტყუნებ იმაში, რომ ვერ წამოყრენ ამ განვითარებას, იმათ თავიანთი საქმე აქვს, სანერვიულო. ხო. და ამ დროს შენ გინდა თუ არა რადიოლოგიას გაყევი და ამ ინფორმაციაში მიყევი ცოტა რთულია. აი ახალგაზრდებს თქვენ უფრო მეტი რესურსი გაქვთ გაცილებით, იმიტომ რომ ყოველდღიურად კლინიკაში ხართ, ყოველდღიურად კვლევებს ესწრებით, იმ ჩემს რა თქმას, თქვენი კოლეგების რა თქმას ამას ყველაფერს აგროვებთ და საბოლოო ჯამში თქვენ რო რეზიდენტურას დაამთავრებთ, ან თქვენ რო დაამთავრებთ იმ თქვენი სწავლების კურსს, უკვე მეტი გაცილებით მეტი ინფორმაცია გექნებათ ამ დარგის შესახებ, ვიდრე დაუშვათ აი ამ ცოტა ხანდაზმულ ქირურგს, ვინც უკვე დიდი ხანია მოღვაწეობს და შეიძლება ვერ გააყოლა თვალი აი ამ რადიოლოგიის ასე სწრაფ განვითარებას. კი, და მაგ საკითხთან მიმართებაში ვთვლი იმას, რომ რეალურად ჩვენთვის თქვენ ძალიან ბევრს გვაძლევთ რა, იმიტომ რომ ხა თქვენ რა მედიცინაც გამოიარეთ, ფაქტობრივად მარტო მოგიწიათ შეიძლება ესე ითქვას გზის გაკვლევა და იქამდე მისულიყავით სადამდეც მიხვედით. მაგრამ ჩვენ ახლა ჩვენ თაობას გვაქვს იმის საშუალება, რომ თქვენგან მივიღოთ ეს ცოდნა, მიგვიყვანოთ ძალიან კარგ დონეზე, თუ თქვენ დონეზე ვერა. და ამის შემდეგ დავიწყოთ ჩვენ პარალელურად რესურსის ჩადება და წავიდეთ უფრო წინ. და ეს რეალურად ძალიან მაგარი კომფორტი არის ჩვენი თაობისთვის, ჩემი აზრით. და ნუ პლუს ახლა ხელოვნურ ინტელექტზეც ხელოვნურ ინტელექტზეც ჩვენი თაობა იდეაში თქვენი თაობა ვინც ინტეგრირდა, იქ ძალიან მაგარი რაღაც არის და ანუ რეალურად ჩემი თაობაც ანუ იმ გასაყარზე ვართ ახლა ჩემი აზრით, რომ თუ ვერ ვინტეგრირდით ამ ხელოვნურ ინტელექტთან, ცხოვრებაში ძალიან დავიჩაგრებით. ბუნებრივია.
ტექნოლოგიების განვითარება ზუსტად ისეთ ითხოვს ადამიანის მიერ თან გაყოლას ყველა შემთხვევაში. მოდი რაღაც ერთ-ერთი საკითხები ცოტა გავაშორიშოროთ რაღაც. ხო, რა თქმა უნდა. მაგალითად თემა ის რომ მე მარტო გავიკვლიე და მე რაღაც დონეზე მე რა თქმა უნდა მარტო გავიკვლიე იმ თვალსაზრისით რომ კლინიკაში მარტო ვიყავი. მეორეს მხრივ აუცილებლად უნდა აღინიშნოს რომ საქართველოს დღესდღეობით შეგვიძლია ვთქვათ რომ ევროპაშიც არ არის ჩამორჩენილი მოწინავე ადგილზეა რადიოლოგიის თვალსაზრისით ამის დამსახურება არის ამის ამ არსებობის დამსახურება არის ბატონ ფრიდონ თოდუასი რომელმაც შექმნა ეს უდიდესი სკოლა რადიოლოგიის კერძოდ აი მაღალ ტექნოლოგიურ რადიოლოგიის კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ამერ კავკასიის ქვეყნებიდან ყველაზე ადრე საქართველო გახდა 98-96 წელს თუ არ ვცდები ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის წევრი. და იმ დღიდან დაწყებული ჩვენი რადიოლოგები მოხსენებებს აკეთებენ ესწრებიან რადიოლოგთა კონგრესს და ყოველდღიურად უფრო მეტი და მეტი ქართველი რადიოლოგი მიდის და იღებს მონაწილეობას ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის კონგრესზე. ეს უზარმაზარი რესურსი იყო იმ დროისთვის, როდესაც ინტერნეტი იყო დაილაფით, ესეთი მოწყობილობა იყო ტელეფონით. შედიოდი ინტერნეტში, არიცით რასაკებია ვერც პარts გაწოდინოთ, არ არის საჭირო მაგისი ცოდნა. ეგეთი მოწყობილობა იყო, თუმცა მაშინ საძიებო სისტემაშიც არაფერი იყო. რადიოლოგია რომ მოგეძებნა, ანუ არ იყო ეს რესურსი, რაც დღეს არის. ერთადერთი რესურსი იყო წიგნი. წიგნის ჩამოტანაც არ თვილი არ გახდათ, კონკრეტულად ზუსტად კონგრესზე მივიდიოთ, იქ შევიძენდით წიგნებს და ამ წიგნებს ვაზიარებდით ერთმანეთში. და ესე ნელ-ნელა რაღაცა გამოცხვა ჩვენგან. და მარტო თემას რაც შეეხება, ესეც იყო, იმიტომ რომ მაშინ მე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დავიწყე როგორც რადიოლოგმა მუშაობა და იქ მართლაც და მარტო ვიყავი. კი, ყავდა უფროსი მეგობრები, ვინც საერთოდ იგი ბატონი ფრიდონ თოდუა, გია წივწივაძე, ჩემი უფროსი მეგობრები, რომელთაც ვისწავლე რადიოლოგია. გაჩაჭირში მათთან ვიდიოდი და კონსულტაციას ვიღებდი, მაგრამ ამისი დრო ყოველთვის არ იყო. იყო მწავე სიტუაცია, მწავე პაციენტი, როდესაც ვერავისთან ვერ წახვალ ღამის 12 საათს და ვერ შეკითხები ჭკუას. ამას უკვე რაღაც გარკვეული გამოცდილება, ინტუიცია და რაც მთავარი იყო, საოპერაციოში ასვლა. ქირურგები რომ მიდიოდნენ, ჩემი დაწერილი დასკვნით მივყვებოდი საოპერაციოში. ბატონი ნოდარ ლომიძე იყო მაშინ ქირურგიის ხელმძღვანელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გურამი გვასალია და ყველა ოპერაციაზე ვიდექი მათთან ერთად. და თან ოპერაციას უყურებდი, თან ჩემ დაწერილს ვამოწმებდი. აი ესე ასე ვისწავლე, ასე ვთქვათ, რადიოლოგია იმ წიგნებიდან, თუმცა წიგში ყველა შემთხვევა რა თქმა უნდა არ არის განხილული, ხო? ძირითადი ბაზისური საკითხებია, მაგრამ დანარჩენი ეს დეტალები აი ესე ოპერაციაზე ნელ-ნელა ვისწავლე. აი მაგიტომ გითხრეთ ზუსტად რომ ეს დამოუკიდებლად იმიტომ ახსენე, იმიტომ რომ ეხლა მე პირადად არ გამომიცდია და როგორც თქვენი კომფორტი სხვა, როცა ხელმძღვანელი გვერდში ყავს, უფროსი ადამიანი ყოველდღიურად გასწავლის, გამეს რაღაცას დავალებას გაძლევს, რა თქმა უნდა, მეტი კომფორტია, მაგრამ როცა საკუთარ თავთან სწავლობ, რა თქმა უნდა, რთულია. ეხლა ჩემთვის პირადად, რასაც მიყვებით, თქვენ რეალურად ეხლა მე რომ შევედით სიღრმეში და მითხარით რეალურად რა გზა გაიარეთ, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვიყავი აქამდე სანამ ამ პასუხს მოვისმენდი, რომ მარტივი გზა არ გაგივლეთ, იმიტომ რომ ვიცით რეალურად მე არ ვიცი, მაგრამ თქვენ ხომ ვიცით, სად იყო მედიცინა მაგ დროს და რადიოლოგიის გარეშე რას წარმოადგენდა რა და ამდენი სირთულე რო გამოიარეთ, რთული სტუდენტობა, რთული რეზიდენტურა და ამ ყველაფრის მერე რომ მაინც ან თქვენში იპოვეთ ის ძალა რომ არ დანებებულიყავით, მოდი ესე ვიტყვი. ძალიან დასაფასებელია ჩემთვის და რეალურად მოქმედებს თქვენ მტკიცე ხასიათზე და დისციპლინაზე. და მოდი ესეთ კითხვას დავსვავ მაშინ რომ აი ამ ყველაფერმა რისი დათმობა მოგიწიათ თქვენ ამ ყველაფრის გამო. ანუ ეს გზა რომ გაიარეთ, ბევრი დრო, ბევრი რესურსი, ბევრი რაღაცის დათმობა მოგიწევდათ და რა არის ეს რისი დათმობაც მოგიწიათ და რაც გახსენდებათ. აი ხა პირველი რაც ამოგიტევდებდათ. დათმობა დრო დაჭირდა ამას ყველაფერს, რა თქმა უნდა. ჩვენ დროს
მაშინ მე პედიატრიულ ფაკულტეტი დავამთავრე, იყო სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ინსტიტუტიდან დაიწყო და უნივერსიტეტით დავამთავრეთ. მაშინ იყო პედიატრიული ფაკულტეტი. ანუ ჩემი იდეა იყო პედიატრია, ბავშვთა ექიმი მინდოდა გავხალარიყავი და ვიწრო სპეციალობით თუ ჩავთვლით მინდოდა რა თქმა უნდა რეანიმაცია, ანესთეზია და ამ მიმართულებით გავიარე ინტერნატურა, სამუშაო ადგილზე ვიმყოფებოდი იაშვილის კლინიკაში, ჟვანიას კლინიკაში და იქ ანესთეზიოლოგიაში რაღაც გარკვეულ ცოდნას ვიცენდი. თუმცა მე რაღაც ამ მიმართულებით არ აეწყო ჩემი ცხოვრება და რაღაც შემთხვევების თუ რაღაც ურთიერთობების გამო გადავწყვიტე რომ გავხდარიყავი რადიოლოგი. დიდი მადლობა იმ ხალხს, ვინც თავის დროზე მირჩია ამ სპეციალობით დაკავება. სასტრაფოზეც მომიწია მუშაობა, კაი ხანი 1-4 წელი სასტრაფო დახმარების ბრიგადაში მუშაობდი და ბოლოს ჩემმა მეგობარმა მირჩია რომ აი რადიოლოგიისთვის დამეთმო დრო. იმ დღიდან დაწყებული სიმართლე რო გითხრა, არც არაფერზე არ ვნანობ და ვთვლი რომ გადასარევი რჩევა მივიღე თავის დროზე და სწორად გავაკეთე რაც გავაკეთე. რა თქმა უნდა, მარტივი არ ყოფილა და არც ერთი სპეციალობის დაუფლება არ არის მარტივი. დრო დაჭირდა, წიგნის კითხვა დაჭირდა, ბევრი შემთხვევის განხილვა დაჭირდა, კვალიფიკაციაზე წასვლა საზღვარგარეთ, უფროს კოლეგებთან ურთიერთობა და საბოლოო ჯამში აი სადამდეც მივედით იქამდე რომ დღეისთვის არ გახლავართ ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, წამყვანი. ერთ-ერთი კარგი სპეციალისტი. მოდი ასე ვთქვათ, ამ დარგში, რასაც კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფია ქვია. და გარდა ამისა, გახლავართ პედაგოგი, ხო? თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ვარ რადიოლოგიის დეპარტამენტის და ვცდილობ რომ ეს ცოდნა გადავცე ახალგაზრდებს. ხშირად დამიჭერია ხოლმე ჩემი თავი იმაში, რომ ვცდილობ ამ ბავშვებს ვასწავლო იმაზე მეტი, ვიდრე მათ ეს უნდა იცოდენ, ალბათ. გამომდინარე იქიდან რომ მე რომ ეს დამაკლდა ვცდილობ რომ ამათ რაც შეიძლება ბევრი მივაწოდო. არ ვიცი, გამომდის თუ არ გამომდის, ამას მე მომავალი თაობები იტყვიან რომ ან ვარგოდეს პედაგოგი რამე და არ ვარგოდეს პედაგოგი ჩემი აზრით მაგას ვერ იტყვიან, იმიტომ რომ მე თქვენი ზოგადად ადამიანებთან დამოკიდებულება მომწონს ძალიან ვიქნები პირდაპირ და თქვენი თუნდაც პაციენტებთან ურთიერთობა, ხალხთან კომუნიკაცია და რეალურად ამ ყველაფერს იმიტომ უსვავ მე ხაზს, რომ რეალურად ხშირ შემთხვევაში ამ ხელა წარმატება ადამიანებს ცვლის ხოლმე. თქვენთან მიმართებაში ეს არ მოხდა და კი, მე ასე ვთვლი, რაც შეხება მქონია თქვენთან და უყურებ ამ ყველაფერს, ხო? ჩემთვის ძალიან დასაფასებელია ეგ მომენტი რა და და მისთვის მადლიერი ვარ და უბრალოდ მე მინდოდა ესეთი კითხვა დამესვა ეხა. ჩამოვაყალიბე უბრალოდ აზრს. ერთი წამით გავიჭედა. გამიწოდა და აი მომენტი რო გაქვს რომ გადგას ენაზე და უკვე ვეღარ იხსენებ. მოდი, კითხვა ესეთი იქნება. თქვენ მაინც დარჩით ესეთი თავდავალი, რაც შემთთვის დასაფასებელია და მოდი მე ესეთ რაღაცას ვეთყვი, რომ მე როდესაც ვხედავ ადამიანს, მიუხედავად მედიცინასაც თუნდაც თავი დავანებოთ რა, ნებისმიერ სფეროში, როდესაც რაღაც კარიერულად ძალიან კარგად მიდის წინ მიეწევს და პიროვნულად იცვლება მიუხედავად იმისა, როცა იცი, რომ აი თუნდაც ერთ სტადიაზე რო იყავით, იმ პერიოდში სხვა ადამიანი იყო. მაგ ყველაფერს რო ხედავ, ბევრჯერ მინახავს ესეთი შემთხვევა რა და ჩემთვის, რატო ხდება, მოდი ესეც კითხვას დავსვავ რა. იმიტომ რომ თქვენ ეს ყველაფერი არ დაგემართათ და მაინც ისევ ისეთი უბრალო ადამიანი ხართ, მე რასაც უყურებ. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში არ მინახავთ, როგორი იყო, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან თქვენი პაციენტებთან, ხალხთან, სხვა ექიმებთან ურთიერთობისას, თუნდაც რავი, ყველაზე დაბალი ისა რო ავიღოთ რგოლი მედიცინაში, თუნდაც პრაქტიკანტი რო ავიღოთ, ხო? მასთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ მახსოვს სტუდენტი რო ვიყავი და ილოსთან ერთად რო ვაკეთებდით ხოლმე რაღაც ტრენირება იქნება თუ რაც იქნება, ჩემთან ურთიერთობაც მახსოვს როგორი იყო და დღევანდელი გადმოსახედიდან დიდი არაფერი არ შეცვლილა ამ ურთიერთობაში, როდესაც მოვდიოდი თქვენთან
რაღაცა დამჭირვებია რჩევა თხოვნა, ისე ანალოგიური დამოკიდებულებაა დღესაც, მიუხედავად დღესაც არ ვარ დიდ როლს, დღესაც არ წარმოვადგენ მედიცინაში, მაგრამ მაინც. უფრო დიდ როლებზეც იგივე მინახავს. შეიძლება ეს პიროვნული დამსღიცება იყოს ადამიანისთვის, ადამიანის შეცვლა. მე მაინც მგონია რომ ალბათ ადამიანი არ იცვლება, უბრალოდ ირგებს რაღაცა თემას, ალბათ უფრო რა. ერთადერთი შეიძლება მაგალითად ვიღაცა უკმაყოფილო აღმოჩნდეს ჩემთან ურთიერთობით იმ დროს, როცა მე დრო არ მაქვს. იმ მომენტში რა, როდესაც იცუ დროს მოვიდა ჩემთან შეკითხვით. როცა ძალიან საიტნოთში ვარ. სამწუხაროდ ესეა, რომ ჩვენი საქმიანობა კომპიუტერთან ჯდომას და განხილვას, სურათების განხილვას უფრო მეტად უკავშირდება, ვიდრე რაღაც პაციენტთან უშუალო ურთიერთობას გასინჯვას, იქ პალპაციას ასე შემდეგ, ხო? ამ დროს შეიძლება სხვა პრაქტიკოსი ექიმისგან ეს აღიქმებოდეს როგორც უბრალოდ კომპიუტერთან ჯდომა. მაშინ როცა მე იქ ვაზროვნებ და საქმეს ვაკეთებ და ამ დროს დასმული არასწორი ან რაღაცა ისეთი მომთხოვნი შეკითხვა შეიძლება ჩემთვის რაღაც გამღიზანებელი იყოს და ერთადერთი ეგ მომენტი შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს ჩემთან ურთიერთობაში. სხვა მხრივ, რა ვიცი, მე ვცდილობ რომ სტუდენტიდან დაწყებული, ვინც პირველ კურსზე მოდის ჩემთან, 6 კურსი დამთავრებული და აკადემიური პერსონალთან დამთავრებული, მქონდეს კარგი და თბილი ურთიერთობა. ზოგადად ვთვლი, რომ ადამიანისგან არაფერი დარჩება საბოლოო ჯამში აი იმ ურთიერთობებისა და სიკეთის გარდა. საბოლოო ჯამში ჩვენზე მეხსიერება და ხსოვნა იქნება ეს კარგი ადამიანობა. ასე რომ რატო უნდა იყოს ცუდი? მოდი კარგი იყავი რა. რატო უნდა ვანახო, რომ აი მე რაღაცა სიტყვაზე რაღაცა ჩემში რაღაცა შეიცვალა. ხო, ანუ როცა არ შეცვლილა, რატო შეიცვალა? იმიტომ რომ დაუშვათ აი რა განყოფილების გამგე გავხდი და მე ხო კათედრის გამგე გავხდი პირობითად არ ვარ ხო ასოცირებული პროფესორი გავხდი და რა ამითი ჩემი თანამშრომელი რომელიც მორიგე ექიმიან ოპერატორია ამითი მე მასზე რაღაცა უფრო დიდი და ბუმპერაზე არანაირად რა მე ისე გრიგოლ ნემსაძევა რაც ვიყავი ურთიერთობა იგივეა რა თქმა უნდა სამსახურეობრივად რაც მოგვეთხოვება პირობითად იქ დარიგება ჭუის დარიგება იქნება თუ სამსახურეობრივად რაღაცა შოთ გადაცდომაზე გაკიცხვა ეს ბუნებრივია ეს ჩვეულებრივი სამსახურეობრივი საქმეა მაგრამ ცოტა ზემოდან ყურება ნაკლებად იქით რაღაცა დიდად არ გაკიცხვაც როგორ ესე ვთქვა სამსახურეობრივი გაკიცხვა უნდა იყოს და რა თქმა უნდა და არა რაღაცა ჩემი ინტერესიდან გამომდინარე ხო ბუნებრივია ხა რაღაცა შეიძლება ვინმე შეცდომა დაუშვას ნუ მიუთითოთ რომ მოდი რა ამას ცოტა მეტი ყურადღება მიაქციეთ არ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობასთან გვაქვს ჩვენ საქმე და რაღაცა ლაფსუსის გაპარვა უყურადღებობის გამო ან რაღაცა ნუ მე ტელეფონი არ მითიშება საერთოდ 24 საათიანი ტელეფონი ჩართული მაქვს და დედამიწაზე ვერავინ იყვის ვიცით რომ დღესაც რომ მე გრიგოლთან ვრეკავდი და ვერ დავრეკე 24 საათიან მიწვდომადობაში ან ყველა მორიგე მიცის რომ თუ რამე გაუჭირდება ნებისმიერ დროს შეუძლია დამირეკოს და მე ჩავერთვები საქმეში ასე რომ აი ასეთ სიტუაციაში რა თქმა უნდა თანამშრომლისგან ლაფსუს ვერავიდან და მას უსაყვედურებ აუცილებლად. ანუ რეალურად რასაც გასცემთ იმის მიღება გინდას თქვენს. ანუ სწორი არის, კი, იმიტომ რომ მე შენ თუ მე ხა მე ვიღაცა ჩემგან თუ ითხოვს რომ მე ის უნდა გავაკეთო, მოდი მეც ვითხოვ მაშინ რომ ანუ ანალოგიურად შენ რასაც ითხოვ შენ და მინიმუმ იგივე დონის რაღაცა შენც ხო უნდა გამიკეთო. რა თქმა უნდა. ანუ შენ მე თუ გცემ პატივს ანალოგიურს მე მგონი მეც ვიმსახურებ. ხო, ეგ ურთიერთობის თემაა, ხო? მე და თქვენ ერთმანეთთან თუ ურთიერთობა გვაქვს, ამ ურთიერთობას ვაგებთ პატივისცემაზე. პიროვნულად რა თქმა უნდა. მე პატივისცემ, თქვენ პატივისცემ. თქვენ თუ მე ვხედავ რომ პატივს არ ვცემ, ბუნებრივი არც მე მიჩნდება, სულ თქვენ პატივი გცეთ, ხო? და ერთგულება, საქმის ერთგულება და მეგობრობის ერთგულება. როდესაც 10 წელია, 15 წელია ერთად მუშაობთ ერთ საზოგადოებაში, მიკროსაზოგადოებაში ხართ, ხო? დავუშვათ განყოფილებას გულისხმობ, ხო, რადიოლოგიის განყოფილება. მუშაობ 10 წელია, 15 წელია უკვე, ხო? ბუნებრივი აქ უკვე ერთგულების მოთხოვნის უფლება მაქვს.
იმიტომ რომ მე შენს მიმართ ერთგული ვარ, შენ გვერდში ვდგევარ, შენ ჩემ გვერდში უნდა იდგე და ჩემი ერთგული უნდა იყოს. მე არ ვიძახი სამსახურს გარეთ ერთგულებაზე. ეს მეგობრები ხავს მაგისთვის და ძალიან ახლობელი ხალხი, მაგრამ სამსახურეობრივად რომ საქმე არ გაფუჭდეს, უნდა ჩემი ერთგული იყო. ისევე როგორც მე შენი ერთგული უნდა ვიყო, შენ თუ რამე გაგიჭირდება, შენ გვერდში უნდა ვიდგე, ხო? სხვანაირად მედიცინა არ არის ერთი კაცის მედიცინა. ბევრი რგოლი არის. ხო, რა თქმა უნდა, მე არაფერი ვიქნებოდი, რომ ქირურგები არ ყოფილიყვნენ. ხო, ანუ ეს მე ყველგან ვამბობ ამას და ყველგან ვიტყვი, რომ მე მედიცინა, რადიოლოგია უპირატესად ქირურგებთან ურთიერთობით და მათთან ერთად ვისწავლე. რა თქმა უნდა, მასწავლებლები ყავდა, დიდი მასწავლებლები, დიდი პედაგოგები, ბატონი ალექსანდრე მთვარაძე, ჩემი უსაყვარლესი პიროვნება და პედაგოგი, მალხაზ მიზანდარი, ბატონი ოთარ ურუშაძე. ხო, ეს ხალხი ყველა ჩემი პედაგოგები იყვნენ და ის რაც მე ვისწავლე, გარდა იმისა, რაც მოგახსენეთ, მათგან ავიღე. ხა დიდი წილი ადამიანობის, ურთიერთობის, კოლეგიალობის და ასე შემდეგ, ბევრია. არ შეიძლება ხა თქვენ რომ დაამთავრეთ სამედიცინო უნივერსიტეტი, რომ დაამთავრეთ რეზიდენტურას და ახდებით ექიმი, ეგ არის შოსო თქვენ ყველაფერი უკვე იცით. რა თქმა უნდა. ხო? არა. ეგ ნიშნავს რომ თქვენ რაღაც გზაზე დადეკით. აი მალ იწყება უკვე სწავლა. აი ექიმები მთელი ცხოვრება სწავლობენ. ყველა მთელი ცხოვრება სწავლობს. ვინ არ სწავლობს მთელი ცხოვრება მითხარით. უბრალოდ ჩვენთან ეს უფრო გაწელილია. ასე ვთქვათ, შემოსავლის გაჩენამდე დრო ცოტა შორს არის რა. და აი ამ უნივერსიტეტის დამთავრების მერე და რეზიდენტურის და რაღაც სპეციალობის მიღების მერე იწყება უკვე თქვენი განათლება მენტორების მხრიდან. განყოფილების ხელმძღვანელი, ვინც არის კათედრის ხელმძღვანელი თუ აკადემიური პერსონალი ხდებით, თქვათ დისერტაციას იცავთ, დისერტაციის ხელმძღვანელი, ეს ხალხი უკვე ჩვენ გვასწავლის შემდგომ ცხოვრებას. თავის შემთხვევების განხილვას, იქ ნებისმიერი მედიცინა ხო მარტო წერილობით არ გადაეცემა, ხო, სიტყვიერად გადაეცემოდა ოდითგანვე და ის შემთხვევის გახსენება, რომ დავუშვათ რაღაცას რომ ნახავ, ეგეთი პაციენტი მყავდა მე ადრე და იმას ეს სჭირდა. მოდი ამ მიმართულებით ვიფიქროთ. ეგ თემაა. უცბად ეხლა მოდაში არის ხო ეს ხელოვნური ინტელექტი, ChatGPT, აბა ვკითხოთ ChatGPT-ს რას გვეტყვის. შეგიძლია ცადოთ რადიოლოგიური შეკითხვები დავუსვათ, მაგრამ რო გითხრათ, რომ ყოველთვის ყველაფერი სწორად ამოვარდება, ეგრევე თლად ვერ იქნება. ბატონო. პირადი გახსენება, პირადი ინფორმაცია, აი ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ წვლილს თამაშობს ჩვენს განვითარებაში და სხვათა შორის ძალიან გვამახსოვრდება ყველა ნათქვამი, ჩვენი უფროსი კოლეგის ნათქვამი ყველა სიტყვა, რომ აი იმ პაციენტთან ასე იყო და ეს მახსოვს. აქაც იგივე ხომ არ იქნება და მე იწყებ იმ მიმართულებით გაცხრილვას ინფორმაციის. რამდენად შეიძლება მიუსადაგოთ ეს სურათი აი ამ დაავადებას და მე განაგდებ მას როგორც არასაჭირო ინფორმაციას ან მეტად და მეტად განავითარებ და დიაგნოზი გაქვს. უფრო სტაჟიან ექიმს ბევრად დიდი ბიბლიოთეკა აქვს, ესე ვთქვათ და ბევრად მეტი აქვს ნანახი, ბევრად მეტი რაღაცის განსაზღვრა შეუძლია, თავისი მაგალითებიდან გამომდინარე და პლუს მაგას, ამ სტაჟიან ექიმს კიდე სტაჟიანი ექიმი ყავდა. მასწავლებლები ყავდა სტაჟიანი, კი რა თქმა უნდა, კი რა თქმა უნდა. ეს ამ ბევრს ნიშნავს, ხო, ამიტომ ვამბობ, რომ დაუსწრებელი არ არის სამედიცინო უნივერსიტეტი. არც ექიმობა შეიძლება იყოს დაუსწრებელი. კოვიდის დროს რომ ხო, კოვიდის დროს იყო ეგ, მაგრამ რატო ექიმები მაინც ადგილზე იყვნენ. სტუდენტები. ხო, სტუდენტებს მოუწიათ სწავლა დაუსწრებლად გეთანხმებით. თუმცა ჩვენ ვცდილობდით, რომ მაინც მიგვეწოდებინა მაქსიმალური ინფორმაცია, თუ ჩვენ ხომ მაინც სურათზე დამყარებული ისინი ვართ კათედრა, როცა სურათის ჩვენებაზე და მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ვიდეოები გვეჩვენებინა, სურათები ისეთი, რომ სტუდენტებს მაინც ინტერესი არ დაკარგოდათ. ეს რაღაცა თან რომ ძინავთ, თან რომ კათედრები არიან, ლექციაზე შემოდის. პერიოდის 9 საათზე ლექცია რო იწყება და გადაბრუნდა დაიძინა. ეგეთი თემებიც იყო რა თქმა უნდა. კი. მეც ერთ-ერთი მეც ხონია ეგ ეპიზოდები რომ გამეღვიძია და დამიძინია ხან რთული არის რა ეგეც დროს ადამიანის კონტროლი მით უმეტეს სტუდენტი როცა ხარ და კი შენ რეალურად იმ განათლებაში ფულს იხდი მაგრამ აი სტუდენტი რო ხარ მაინც მაგას
ვერ აღიქვავ რა, ანუ რომ შენ ამ ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ შენ განვითარდე. თან პლუს ამას ემატება ის 6 წელი შრომა, რომ გიწევს ამდენი ხანი, რაღაც დღე და ღამე წიგნებს თავი უნდა ურტყა, ეს თავში ჩარტყმა არ შველის, თავში არაფერი არ შედის. ხო და ამიტომაც კიდე ცალკე სერიოზული საკითხი გახლავთ მე რომ მკითხო. აბა ჩავშალოთ. ბევრჯერ მქონია ეგ შეკითხვა და ჩემი კოლეგებიცაც ბევრჯერ დამისვამს, რომ რატომ მეუნება მე-6 კურსელი სტუდენტი, რომ არ გვასწავლის. ანუ რას ქვია არ გასწავლეს? აი მოდი ესე კითხვას დავსვა. არ გასწავლეს. რა არ გასწავლეს? არ დაგიჯდა პედაგოგი მე-6 კურსეს, რომელიც უკვე ამთავრებს სამედიცინო უნივერსიტეტს, ხვალ ეკიმობაზე გაქვს პრეტენზია, არ დაგიჯდა პედაგოგი და არ მოგკითხა, რომ აი მე-6 გვერდიდან მე-9 გვერდამდე წაიკითხე და ის შენთან ერთად არ წაიკითხა? სწორია. ანუ ჩვენ მე ასე მგონია, რომ სადღაც ლაფსუსი გვაქვს სწავლების ტექნოლოგიასთან ხო სკოლიდან არასწორად მოვდივარ ანუ რთული სათქმელია პირველი კურსიდან უკვე პირველ კურსელებს ვეუბნები რომ თქვენ ცხოვრება შეგეცვალათ თქვენ არ ხავთ მასწავლებელი ჩვენ ვართ მენტორი თქვენი და ადამიანი რომელიც დაგეხმაროს რაღაცების გაგებაში და ცოტა მეტი შეგაყვაროს ეს თემა ის რომ სკოლის მასწავლებელი შენ გიხსნიდა გაკვეთილს გავალებდა აბა მომიყევი ბორჩა ის დრო დამთავრდა შეგადაწყვიტე რომ გახდე სპეციალისტი თქვათ გახდე ავტომობილის შემკეთებელი რას აკეთებ ამისთვის მიდიხარ ნახულობ ვიღაც შემკეთებელს ანუ ზრავის შემკეთებელს მოდი რა ასე თქვათ ვიწრო სპეციალობაში გადავიდე ზრავის შემკეთებელზე ეუნები რომ აი ატივცემულო სერგო მასწავლე ზრავის შეკეთება და მე შენ ამაში გადაგიხდი 100 ლარს კი ბატონო გეუნა მოდი ისწავლე გაჩვენებს რას აკეთებს ის შენ მე იწყებ ამის კეთებას და ის თან ხელში ჩაგარტყავს გეუბნები ესე არ ქენი ასე ქენი ანუ შენ ხარ მონდომებული და შენ ისწავლობ ამას იმას სულას თუ არაფერი არ გასწავლა შენ ეთქვი რომ ბერტო პატივცემულო მე შე ფული გადაგიხადე მოდი რა კეთილი ინებე და მაჩვენე ამას როგორ აკეთებ რომ მე მეც იგივე გავაკეთო და აქ ჩვენ უფრო მაღალ ინტელექტუალურ საკითხში ავედით ფულს ვიხდით სწავლაში და ველოდებით რომ ვიღაცა რაღაცას პირში ჩაგვითებს ან თავში არ მოხდება შენ თვითონ უნდა ისწავლო, შენი მოთხოვნილებაა რომ ეს სპეციალობა მიიღო. მე იქ იმიტომა რომ შენ აგიხსნა რაღაც დეტალები, შეგაყვარო საკითხი და შენ რო ვერ გაიგებ რაღაცას, ეს ცოტა ლამაზად აგიხსნა. რაღაცა შემთხვევები მოგიყვანო რომ კარგად დაგამახსოვრდეს დეტალები. და არა იმიტომ რომ დავალება მოგცე, აი მე-10-დან მე-9 გვერდამდე წაიკითხე და მე მომიყევი. ხო, რა თქმა უნდა. არ მინდა შენი მოყოლილი. მე მინდა რომ შენ ეს წაიკითხო დაამუშავო ეს მეცდა და შეკითხვები დამისვა. გაიაზრო. ხო, რომ შემეკითხო რომ აი მე ეს წავიკითხე ბატონო ჩემო. აი ამ სურათზე შენ მეუნები რომ ანთებაა. რით განსხვავდება ანთება კიბოსგან? იმიტომ რომ მე ვერ გავარკვიებ, რომ სურათები ერთმანეთს გავს. კი ბატონო, აი მათ ჩავერთვები მე და გეტყვი რომ აი ასეთ შემთხვევაში ეს არის იქ ბრონქები ჩანს, აქ ბრონქები არ ჩანს, იქ ქსოვილია, აქ სხვანაირი ქსოვილია, ასე შემდეგ ამას ყველაფერს აკიხსნი. მაგრამ შენ რომ მოდიხარ სტერილური და მარტო ჩემ მოყოლის უსმენ და მე მოდიხარ და მეუნები რომ იცი რა მე გამოსას ვერ ჩაგაბარებ იმიტომ რომ ვიღაცამ რაღაც არ მასწავლა ეს არ არის რელევანტური მე თუ შენ მეცადინება არ ჩაგიტარი არ აგიხსენი არ მოგიყევი არ გესაუბრე არ შეგაყვარეს თავი მაშინ საკითხი ხო მაშინ შენ ხარ უფლებამოსილი რომ მიხვიდე დეკანს უთხრა რომ იცით რა ეს პედაგოგი მეცადინებას არ გვიტარებს საერთოდ არაფერს და გთხოვთ შეგვიცვალოთ კი ბატონო გასაგებია შევცვლით მაგრამ მე თუ გელაპარაკები გიხსნი და შეხვალ მოხვალ და მეთქვი რომ არავინ მასწავლა თემა არ არის რა ან მეც მაგაზში მოგყვებით ეხა გეტყვით რატო იმიტომ რომ ეხა 12 წელი რომ იმ რეჟიმში ხარ რეალურად რომ აი წაგაკითხებენ ამ გვერდიდან ამ გვერდამდე ისწავლე და უცბად ხდები სტუდენტი და თავისუფალი ხარ ლექტორი და შეგიძლია არც მეცადი რომ არავინ არ გთხოვს პასუხს ლექტორი მაქსიმუმ წაგიკითხოს ლექციაზე მის ლექცია წაგიკითხოს და გითხრას რომ აი რაც გავიარეთ ამ თემაზე ვისაუბრეთ საერთოდ არ გეტყვის ის ვიცი რა შენ ამ გვერდიდან ამ გვერდამდე არის ეს სალექციო მასალა და ეს უნდა ისწავლო ეხა ჩემთვის ეხა და ბუნებრივიც არის ხა 12 წელი იმ რეჟიმზე რო ხარ როცა იცი რა ამ გვერდიდან ამ გვერდამდე ისწავლე ეს დაიძები და მორჩა იქითქენ აღარ გადავშირი ხო მაგ რეჟიმზე რო ხარ და უცბად აღმოჩნდები იმ რეჟიმზე რომ შენით გიწევს უკვე ამ ყველაფრის გაკეთება პირველ რიგში მიჩვევ ან
12 წელი რაც საკეთებდი, იმას უნდა გადაიჩვიო. არავინ აღარ გაძალებს და შენ თავში უნდა იპოვო ის ძალა, რომ იცი რა, მე ჩემ თავს ჭირდება პირველ რიგში, მეორე ვალდებული ვარ, რომ ეს გავაკეთო. თუ ეს არ გავაკეთე, შეიძლება ამან პრობლემები შემიქმნას. თუ სტუდენტობაში არ შემიქმნის, კარიერაში შემიქმნის მე ხო პრობლემებს. ამავე თემას ეხება, აი ცოტა მე მედიცინაში შეიძლება იმდენად ზაფრად არ ჩანს ეს, მაგალითად უფრო ტექნიკურ საგნებში, როდესაც კარგი მოსწავლე, კარგი სკოლის მოსწავლე, რომელიც კარგი იყო ფიზიკა, მათემატიკაში ან რაღაც ესე ტექნიკურ დარგებში, მიდის საზღვარგარეთ უნივერსიტეტში და იქ უჭირს სწავლა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი იყო აქ, კარგად აზროვნებდა და იმ დონეზე, რასაც სკოლაში ითხოვდნენ, გადასარევი ბავშვი იყო. მაგრამ იქ უკვე რომ მივიდა, იქ იგივე პრობლემა დახვდა, იქ უთხრეს, რომ ეს არის საკითხი მოსამზადებელი. მაგრამ არავინ არ მოთხოვა ეს მოსამზადებელი იმ კვირაში. არც მეორე კვირაში, მაგრამ სესიების დრო რომ მოვიდა, ყველაფერი ერთად მოთხოვეს. სად არის შენი ნამუშევარი? არაფერი, იმიტომ არავის მოუთხოვია. ხო, არ მოუთხოვია, მაგრამ შენ ეს უნდა გაგეკეთებინა. რომ მომეთხოვა, რომ გეთხოვა ის რა მასწავლის თემა არის რა. და კიდევ ერთი დიდი პრობლემა, რომელსაც უნდა შევეხო რეზიდენტურის გამოცდა. ეგ რთული საკითხია. კომპლექსურ საკითხს შევახეთ. ხო, რთული, არ შევალე ხა სიღრმეებში, მაგრამ ერთ თავარ საკითხში მინდა თავარი ყოველთვის ვეუნები, ყველა მე-5 მე-6 კურსის ვეუნები, რომ ეს დაიმახსოვრონ. მე-6 კურსის ჩათვლით თქვენ ხარ ერთმანეთის მეგობრები. და ის თუ თქვენ პედაგოგს მოატყუებთ პირობითად და იმის დაწერილ ტესტებს, ასე ვთქვათ, განაზოგადებთ, გააშიარებთ. ხო. ასე ვთქვათ, კაი, მოატყუე პედაგოგი ამითი და მალადეთ შენ მეგობარს დაეხმარე და იმანაც მაღალი ქულა მიიღო, შეც მაღალი ქულა, საბოლოო ჯამში ეს რეიტინგზე იმოქმედებს და მეწი არაფერზე. მაგრამ მოვიდა რეზიდენტურის გამოცდის დრო. 6-7 ნაკადია ხანდახან, ხო? სტატისტიკურად რო გადავხედოთ, პირველი რამდენიმე ნაკადი, პირველი 4 ნაკადი პირობითად იღებს დაბალ ქულებს, ბოლო 4 ნაკადი იღებს მაღალ ქულებს. გადასარევად ვიცით რატომაც? იმიტომ რომ იმ პირველ 4 ნაკადში შესულმა სტუდენტებმა გამოიტანეს ის ტესტები, რომლებიც დახურული იყო, იმის გარდა რაც ღია ხო არის გარკვეულოდენ. ეს ტესტები გამოიტანეს და თავიანთ მეგობრებს გაუზიარეს. მათ ავიწყდებათ, რომ ეს მისი მეგობარი, მისი კონკურენტი გახდა უკვე. აღარ ახსოვს ის კი რომ ადრე რომ მეგობრობდით ეხაც იმეგობრეთ პრობლემა არ არის მაგრამ აი თქვენ ხართ ქირურგი მე ვარ რადიოლოგიაში ჩავაბარო მინდა ხო თქვენ ქირურგიაში და ჩააბაროთ ჩემი კონკურენტი არ ხარ არანაირად ასე რომ მე წარმატებით შემილია რაც ტესტები დავიმახსოვრე ზეპირად გადმოგცეთ თქვენ და გითხრათ აი შენ რომ მერვე ნაკადში შეხვალ თუ ეს ტესტები შეგხვდება პასუხები იყო ესენი ხო გადასარევია თქვენ ჩემი კონკურენტი არ ხართ მე წარმატებით და ბედნიერი ვარ მაგრამ თქვენ რომ მეგობარი ხავთ გვერდზე სხვა ის ჩემი კონკურენტია სინამდვილეში რადიოლოგია უნდა და აღმოჩნდა რომ მე ჩემ თავს გამოუტანე განაჩენი იმით რომ ის ტესტები გავასაჯაროვე და წინ გავუშვი ხო და აღმოჩნდა რომ იმათ ჩემზე ერთი ქულით მეტი აიღო რაც მას ეყო იმისათვის რომ რეზიდენტურაში ჩაებერებინა და მე შემეცვალა ცხოვრება ცხოვრება შემეცვალა იმიტომ რომ მინდოდა რადიოლოგია ვერ ჩავაბარე წავედი თერაპევტი გავხდი ან სხვა სპეციალობა არ ვაძაგებ არაფერს უბრალოდ ჩემი ცხოვრების ხაზი შეიცვალა იმიტომ რომ მე გავასაჯარო ის ტესტები რომელიც წესი და ერთგით მე და შენ კონკურენციაში შევყავდით და მე კონკურენცია მოვსპე კი ბატონო მიხდით ანუ სულ მაგას ვეუბნები დაივიწყეთ ბავშვებრო თქვენ მეგობრები ხართ კი არ ვიცახი რომ ბოროტები გახდეთ მაგრამ ამითი თქვენ გავიწყდებათ რომ კონკურენტები ხართ დღეიდან რომ დაამთავრეთ და უკვე ამ გამოცდასთან მიხვედით თქვენ ერთმანეთის კონკურენტები ხართ და ნებისმიერი ინფორმაციის გასაჯაროვება სხვა წრიდან შენ კონკურენტს უსხამს ხალხს ისვენზე და თან იმ მომენტში როცა ერთ წელს აბარებთ და ნუ ადგილების რაოდენობა ყველამ კარგად ვიცით მით უმეტეს მოთხოვნად პროფესიებზე შეიძლება წლები ისე გავიდეს რომ საერთოდ ერთი ადგილიც არ გამოცხადდეს ხო არის ეგეთი სპეციალობები ხო და ამ დროს ეხა მაგალითად იყო ხოლმე შემთხვევა რომ 195 ქულიანი ჩაირიცხა სტუდენტი ნუ რეზიდენტურაში 200 ქულა სულ ასაღები ეხა და შენ თუ ამ რესურსს ასე ვთქვათ გაანიავებ იმ 195 ქულას აიღებს ვიღაცა სხვა შენ აიღებ 194-ს და ამდენი შრომა იმ წელს ჩაგეყრება წყალში
მაკუთხით არა დავფიქრებულ ვარ სხვათა შორის რეზიდენტურის ხო, ანუ აი ხდებით რა აფუჭებს საქმეს რა. ის კი არა მე და შენ რომ მეგობრები ვართ. არა, ის აფუჭებს რომ მე ჩემი ხელით შენს მესამე მეგობარს დავშ არც მეორეს მესამეს პირობითად შეუქმენი უკეთესი პირობები გამოსვლაში ჩასაბარებლად ვიდრე მე მქონდა. ანუ მე ვარ დამნაშავე და არა შენ. თან სპორტს რო შევადართ, აი კაი მეგობრები რო სპორტში უცბად შეხვდებიან ერთმანეთს, იმ მომენტში ხო ერთმანეთის კონკურენტები არიან. ხო ან გასაგებად რომ ის რო ეგ დასაძრახი არ არის რომ იმ მომენტში ვიღაცის კონკურენტი ხარ, როგორც სპორტში ხდება რომ აი რაღაც მომენტში ხა ჩემი საუკეთესო მეგობართან შეიძლება მომიწიოს სიტყვაზე ჭიდაობა მომიწიოს რო ავიღოთ იმ 5 წუთის განმავლობაში რასაც ვიჭდავებთ ალბათ მოვკლავთ ერთმანეთს, ხო ასეა? მაგრამ იმის მერე იმ მოცემულობას არ მიცვის და არ უნდა მიცვიდეს. სპორტი გრებ ხო, ნებისმიერ სპორტში ავიღოთ, ეხლა კალათბურთს თამაშობდი, ხო, სტუდენტობის დროს. იგივე თსუ-ში, იგივე ფიზკულტურის ინსტიტუტში მეგობრები იყვნენ ჩვენები, მაგრამ იმ მომენტში მოედანზე ვიყავით და ისეთ უხეშ ჯარიმებსაც ვიღებდით ერთმანეთის წინაშე, რომ აი დავშვათ ქუჩაში არ დაარტყავ ადამიანს ისევ წარეთ, როგორც შეიძლება თამაშის დროს მუჯლუგუნი კრა ან რაღაც ეგეთი გააკეთო, ხო? კი ბატონო. ასე რომ არის რაღაცა დრო და აი ეს ეტაპი ყველაზე გადამწყვეტი ეტაპი ექიმად ჩამოყალიბების ერთ-ერთი გადამწყვეტი ეტაპი. იგივე მოხდება ხვალ როცა შენ ქირურგი გახდები და შენი მეგობარიც ქირურგი გახდება. მაშინაც ხო კონკურენტები ხართ თქვენ. მეგობრები ხართ, მაგრამ რაღაც დამბავში კონკურენტები ხართ. ვიმან უკვე ჯანსაღი კონკურენცია ერთვება, ალბათ ვინ უფრო მაგარი ქირურგია? ეგრე მგონია. ანუ შენ წახვალ და დაждები კიდე მეც წაიკითხავ. და ნუ ერთმანეთს აძლევთ. ნუ რაღაცა, მაგრამ მაგ შემთხვევაში უკვე როდესაც არჩევის საკითხი დაუდგება პროფესორს ან განყოფილების ხელმძღვანელს, ხო არ იტყვით, რიცი რა მე არა, მოდი ეს აირჩიეთ და მე წავალ სახში. ხო, რა თქმა უნდა, მან უკვე ჯანსაღი კონკურენცია მიდის მეგობრებს შორის, რომ ანუ ანუ და რეალურად ეგ ორივეს ანვითარებს. ეგ ძალიან დიდი პლუსი არის. და აქ დათული სამსახური რომ იმან გაძვრა შენს ხარჯზე, შენ დამინუსებს სერიოზულად. კი. ამიტომ მამაზე დაფიქრება მართებთ. მე სანამ მივლენ ამ გამოცდაზე მე-6 კურსის კურაციებს რო ვატარებ, ყველას ვაფრთხილებ და ყველას ვეუბნები. ნუ ზოგი ფიქრობს რომ ეს ესე ვთქვათ ხანდაზმული პროფესორი რას გვატყუებს და ამა რა იცის მეგობრობის ან რაღაცა ჯგუფელობის ან კურსელობის, არა ნუ ესე არა. ხან ეგ ზოგადად მეგობრობისაც უფრო მეტი გაქვთ ნანახი ვიდრე ეხა მაგალითად მე და ეხა მე მაგალითად პირდაპირ ვთქვათ, ანუ იმ რა წრეშიც მოძრაობ, იმ მომენტში ბევრი არის შენი მეგობარი, მაგრამ სხვა წრეში რო გადადიხარ უკვე მაგალითად აი სიტყვაზე მუშაობ რესპუბლიკურში. ყოველდღიური შეხება გაქვს, რესპუბლიკურში ყავს ბევრი მეგობარი, იმიტომ რომ ხშირად გიწევს შეხება და ნუ ხშირი ურთიერთობა ჩააყალიბებს ამ მეგობრობას, ხო? რა თქმა უნდა, ყველასთან ვერა, იმიტომ რომ შეუძლებელია ყველას შენი ინტერესების იყოს და პირიქით, ხო? მაგრამ უცბად რო აი სიტყვაზე შეიცვალო და სხვა კლინიკაში გადახვიდე, ნუ დრო აღარ გაქვს იმდენი, რომ ისევ ეგეთი მეგობარი იყოს. ნუ რა თქმა უნდა, მეგობარის უდარჩება და მოკითხვა რო ნახავ. რა თქმა უნდა, ყველაფერი დაკარგვას არავინ არ გვეუბნება. ხო, რა თქმა უნდა, უბრალოდ ისეთი მეგობარი რაღაც მხრივ ვეღარ არის, იმიტომ რომ ის შეხება ვეღარ გაქვს რა, ანუ შენი დროის უქონლობიდან გამომდინარე. ესეც რაღაცა პერიოდის თემაა და მე ისევ ბრუნდება. სამეგობრო ასე ვთქვათ. ხო, ნუ ეგ თავისთავად. ჩვენ ხანს დავიწყე საუბარ პედიატრიული ფაკულტეტი ვახსენე, მაშინ ჯგუფში ვიყავით 35 სტუდენტი. აქედან დაახლოებით 15 გახდა ექიმი. ხო. დანარჩენმა ნუ მიზეზსა და მიზეზთა გამო თავი დაანება მედიცინას. პირველი კურსიდანვე სხვადასხვა პედაგოგები გვეუბნებოდნენ, რომ მედიცინა არის ის დარგი, რომელსაც ყველაზე დიდი ნოსტალგია გააჩნია. ალბათ არც ადრე იყო ეს უცხო თემა, რომ დაუშვათ ჯგუფიდან ყველა არ გახდებოდა ექიმი. მაგრამ ყველას, ვინც ექიმი არ გახდა, ის ნოსტალგია ჰქონდა, რომ ექიმი ნეტავ დარჩენილიყავი ამ საქმეში, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა შეხვედრაზე პროვოცირება მოდის მათგან, რომ სამედიცინო საქმეებზე ვისაუბროთ. ანუ ის ნოსტალგია რომ მათაც უნდათ ექიმობა, მაგრამ არ გამოვიდნენ ზოგი სიკეთეში წავიდა, ზოგმა ზოგს დაეზარა, ზოგმა ვერ შეძლო ბრძოლა ბოლომდე აი მწუთ პერიოდში 1995 წელზე ვლაპარაკობ. შუქი არა, გაზი არა, ტრანსპორტი არა. აი ეს სვანეთის უბანში უნდა ასულიყავი პრაქტიკულებზე პედიატრიულ ფაკულტეტში ჰქონდა ბაზა.
და ყველას არ შეეძლო ამას და არც ზოგს ოჯახიც არ მოყვებოდა საშუალება არ ქონდა ზოგმა ცოტა უკეთესი გზა ნახა განვითარების იქ რაღაც ფარმაცევტულ ბიზნესში ზოგისა და დაიქსაქსა ხალხი თუმცა აი 15 კაცი რომელმაც შეძლო და ბოლომდე გაყვა დღეს ყველაზე ერთ-ერთი წარმატებული ექიმები არიან და მე ამაყოფ ამ ხალხით და მათი მეათთან მეგობრობ. სულ იმათთანაც ვამაყოფ, იმათთან მეგობრის სიჩევი ძალიან ძვირფასი მეგობრები არიან, მაგრამ აი ცხოვრებამ ასე განაწილეს. დღევანდელ რეალობამ პლუს მაგას, მაშინ 90-იანებს თუ ავიღეთ, ეგ რაოდენობა ხო ცოტა არის დღევანდელთან მიმართებაში, იმიტომ რომ ეხლა ჩემი ჯგუფიდან რამდენი გახდა ექიმი, რამდენიმე. რატო მე ხარ რეალურად მარტივი არა მიზეზი, იმიტომ რომ მედიცინაში რომ იქამდე მიხვიდე თუნდაც რომ შენ რაღაცა ფინანსური კეთილდღეობა ნახო ისეთი რომ ყველაზე მინიმუმ რომ აი ოჯახი არჩინო მოდი ესე ვთქვათ რა, ბევრი რო არ მოითხოვა და ოჯახის რჩენის საშუალება რო გქონდეს. ძალიან ბევრი შრომა გჭირდება და დღევანდელი დრო კი ბატონო და ეგ სამწუხაროა და ცალკე ფაქტი არის რა და რეალურად დღევანდელ საქართველოში სხვა სეგმენტები, სხვა ბიზნესები, სხვა კომპანიები, ისე განვითარდა უკვე, რომ იქით თუ გადადიხარ, ბევრად მალე აღწევ იგივე რაღაცას, რაც უკვე იმას ბადებს, რომ აი გზა გასაყარზე ხარ, რომ ან უცხოეთში აგზავნებენ სწავლას. მეორე ვარიანტი ეგ არის, სამწუხაროდ. სამწუხაროდ კი. ალბათ ოჯახის მხარდაჭერაც საჭიროა მაგ დროს. ხო, ფინანსური კეთილდღეობა კი. უბრალოდ შეიძლება თავზე არ გადაგდიოდეს და აუცილებლად რაღაცა ახალი მანქანა არ გიყიდოს მშობლებმა, მაგრამ ყოველ შემთხვევისათვის საფიქრებელი იმაზე რომ სახში რა უნდა შეჭამო, მაგაზე საფიქრებელი თუ არ გექნება, მეტი შანსი გაქვს რომ ამ გზას ბოლომდე ასე ვთქვათ გაყვე. კი. თან ეხლა რაც ასაკში მიდიხარ და იზრდები რა, ეხლა სტუდენტობიდან დღემდე რა, ეხლა ჩემ თავს თუ შევადარებ, ანუ მე რაც უფრო იზრდები, ეგო მაგრა გირტყავს რა, ანუ მშობელზე რო ხარ კიდე დამოკიდებული, ანუ ეგ ჩემთვის ძალიან დიდი პრობლემა იყო და რაღაც მომენტში, წყვეტაც მქონდა მედიცინიდან 3 წელი. აი, მაგაზე არ გიფიქრიათ, რომ დაუშვათ ესეთი რაღაცა, რომ უნივერსიტეტში ჩაბარების ასაკიც პატარაა. ანუ შეიძლება არ იყოს ადამიანი ჩამოყალიბებული იმაში რა უნდა. ეს თემაც ხო არის. მე ვიცნობ ადამიანს, რომელსაც აღბო წარმატებული ოჯახი აქვს, მშობლები, ანუ არანაირად არ გაუჭირდებოდა თუ დაუშვათ კიდე უნივერსიტეტის მე 10 წელიც რომ არ ემუშავა, რომ ანუ ეს სწავლა და პროფესიონალი დამდგარიყო, ამისთვის მას ხარს დაუჭერდნენ. ბუნებრივია. უბრალოდ მან გადაწყვიტა რომ არ არის ექიმობა მისი საქმე. რეზიდენტურაში მეორე წელს გადაწყვიტა რომ არ მინდა მე ექიმობა, არ არის ეს საქმე, რაც მე უნდა ვაკეთო. ანუ ამდენი წლის მერე, ხო? მაშინ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ იქნებდა ახალგაზრდისთვის ძალიან ადრეა ეს 17 და 18 წელი იმისათვის, რომ გადაწყვიტოს პროფესია უნდა თუ არა ეს. კი. ესეც არის ალბათ. ეხლა დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება არც მე არ ამერჩი. ანუ ეხლა კი რეალურად მომწონს, მაგრამ რომ ცოდნოდა რომ რა შრომას მოითხოვს და როდის მიიღებ ამის რეზულტატს? ხო. კი ბატონო, ეგ აუცილებლად დავფიქრდებოდი. რთულია. კარგად დავფიქრდებოდი. რეზულტატის მიღწევა არ არის მარტივი. ბევრი შრომა უნდა და ყველაზე მთავარი რა არის, რომ შენ ცდილობ რომ გახდე მოთხოვნადი. კი. მთავარი მოთხოვნა ეგ არის შენთვის, როგორც ექიმისთვის, რომ შენ ვიღაცას უნდა ჭირდებოდე. თან ძალიან. რაც იმას ნიშნავს, რომ შენი ტელეფონი არ უნდა გამოირთოს. ხო, ანუ ვიღაცას რომ დაჭირდე, შენ მზად უნდა იყო დაეხმარო. ანუ იმდენად კარგი უნდა იყო, რომ ბევრს ჭირდებოდე. კი ბატონო. ცხოვრებაში. მაგრამ ამას რომ მიაღწევ, რომ გახდები, რომ ისეთი რომ აი, ყველას შენთან დარეკვა უნდა, ყველა შენი კონსულტაცია იყო უნდა, ხო? მერე იწყება უკვე დაღლა. მაგრამ ღმერთმა დაგიფაროს და 2 დღე ტელეფონმა თუ არ დარეკა, მერე ისტერიკა გეწყება, რატომ არავინ არ მირეკავს? ხო, მშვიდობა. საინტერესო. ბევრი კარგი და ლამაზი დღეებისგან შედგება მედიცინა და ექიმობა. ბევრი სასიამოვნოა, ბევრი კაი ხა ჩვენთან ქირურგიაში სხვა თემა, გინეკოლოგიაში სხვა არის, დაუშვათ რადიოლოგიაში კიდე სხვა არის, კარგად დასმული დიაგნოზი, გამოსული წარმატებული ქირურგი, რომელიც ოპერაციიდან გამოვა და ოქროსავით ესეთ კარგად ზუსტად ის დამხვდა, რაც მითხარი ექიმო, დროულად შეფასებული, ობიექტურად შეფასებული, გადარჩენილი სიცოცხლე თუ დროზე შეაფასებს სწორად პაციენტს, ხო? ეს ყველაფერი სიამოვნება, იმაზე მეტი სიამოვნება, რაც შეიძლება რაღაცა სხვა ნებისმიერ ხელოვნურად მიღებულ სიამოვნებას ჯობდეს 10,000 ჯერ. ეს არის ის სიამოვნება, რითაც ჩვენ ვისწავლეთ.
და თავი დავდეთ ხო ამაზე რომ აი ამას რო გააკეთებ ხარ ბედნიერი. ეს არის მედიცინის ბედნიერება ასე ვთქვათ ხო? კი, ამდენად ეხლა იმ ხელა რაღაცას იღებ და იმ ხელა ემოციებს იღებ რეალურ საბოლოოდ ამ ყველაფრისგან. რა თქმა უნდა სხვა სფეროშიც იღებენ ადამიანები ემოციებს რა უბრალოდ მოდი ესე დავახარისხებ მაგ ყველაფერს რომ შეიძლება იგივე ემოციებსაც იღებენ მე ესე ვფიქრობ იმიტომ რომ ალბათ იმისთვის ანუ ჩემთვის ახლა როგორც ექიმისთვის ანუ ჩემთვის წარმატების ფორმულა არის რომ აი სიტყვაზე რაღაც ძალიან მაგარ ოპერაციის ოპერატორობამდე მივალ ხო მაგრამ იმ ადამიანისთვის რომელიც იურისტია მაგალითად იმ ადამიანისთვის ის არის წარმატება რომ მაგალითად აი ძალიან მაგარ кейსს გაამართლებს და დახურავს ხო ანუ არქიტექტორისთვის კარგი შენობა რომ დასრულდება რომელიც მისი იდეა იყო ხო არა ეგრეა ალბათ რა ადამიანი პროფესიაში ბედნიერია იმ შემთხვევაში თუ ის იმ ბედნიერებას იღებს რაღაცას აღწევს წარმატებას და თავის ოცნებაში წარმოდგენილ რაღაცა ბავშვობაში რაღაცას დაისახავს და ბედნიერია უამრავი ბედნიერი სპეციალობა არსებობს მსახიობი აიღე თუნდაც ხო ის რომ კარგად შეასრულებს კარგტარს დაიმსახურებს რაღაცა ჯილდოს დაიმსახურებს ოსკარს იქნება თუ რაღაცას ოქროს დათვს ბედნიერესია და მისი ემოცია ეგ არის ხო? კი ბატონო. ყველა სპეციალობაში არის ჩვენი ეს არის მათი ის არის მაგრამ ნუ ადამიანის ცხოვრება ეგრეა ეს რო არ იყოს მაშინ აღარ გვინდა არაფრის კეთება რა წამოწექი და იყავი და ანუ ის ესე ვთქვათ აღმასვლა რო არ იყოს და ანუ ან ერთი იყოს და ან მეორე მარტო ეგრე ორივე შემთხვევაში აზრი დაეკარგება რა ანუ ის მარტო სიხარულს რო გრძნობდე ის სიხარულის გაქრება ეგეთ ხალხიც არსებობს მარტო სიხარულს რო გრძნობენ მაგრამ ისინი საზოგადოებაში ვერ ინტეგრირდებიან როგორც ესე ხო კი ბატონო და ეხა მარტო მწუხარება და სევდავისთან ხდება ნუ ის ვაფშე ხო ამიტომ ხო ცხოვრება ალბათ ეს არის რა როგორც უნდა იყოს ისე არის რა რომ უნდა იყოს პრობლემები რაღაცა кейსები რომელიც უნდა გადალახავ გამარჯვებული გამოხვალ გიხარია ან რაღაცა შეიძლება არასწორად გამოგივიდეს, არ გამოგივიდეს ისე როგორც ჩაიფიქრე და ნუ ეს გულს წვითავს და სამაგეროთ ის რო გულს დაგწვითავს, აღარ დაგავიწყდება ცხოვრებაში არასოდეს. კი. ნუ იმ პრობლემის გარეშე ისე კარგად ვერ გაგიხარდება, როგორც დღეს მიხარია მაგალითად. ჩვენ სტუდენტები ხარ, რეზიდენტები რო გვყავს, ყველას ვაწერნებთ დასკვნებს. ყველა მუშაობს, ყველა დასკვნას წერს და ჩვენ ვამოწევთ ამ დასკვნებს, შენიშვნებს უკეთებთ, რაღაც ვეუბნებით, ვასწავლით და ასე შემდეგ. და არიან ისეთი ხალხი, რომლებიც უკვე ექიმები არიან, რეზიდენტურა დაასრულეს, გახდნენ უკვე სერტიფიცირებული, მაგრამ დასკვნების წერა არ შეუძლიათ. ნუ არ მიუღიათ ეს გამოცდილება. ნუ ისინი იწყებენ ნელ-ნელა დასკვნის წერას, მაგრამ მანამ სანამ იციან, რომ მე მათ უკან მდგევარ და მათ დასკვნას გავასწორებ, ისე რა წერენ ლაფსუსებით. როგორც კი მარტო დატოვებ მორიგეობაზე, აი მაშინ იწყებენ მედიცინის სწავლას. მის პასუხისგებლობაზე ხდება უკვე პაციენტის ჯანმრთელობა, ერთი დასკვნის დაწერა შეიძლება მოუნდეს 3 საათი, იმიტომ რომ ყველა წიგნს წაიკითხავს, ყველა ინტერნეტ გამოცემას ნახავს, ყველა მსგავს შეთხევას წაიკითხავს, რომ შეცდომა არ დაუშვას. კი, ახლა მრჩეველი როცა ყავს, მაგ მომენტში თავისუფალი ხარ. მარტო სხვის იმედზეც ხარ, რა, ეხა რეალურად რო შევხედოს და ეხა უკვე შენი საკუთარი თავის იმედზე რო ხარ დარჩენილი. მანდ უკვე ბევრს ფიქრობ, აი, აქ ეს უწველი ესეა. დაწერას უნდება 1 საათი, ყველა სტატიას წაიკითხავს იმ დაავადებაზე და ეგ არის სწავლის პროცესი რა. ყველაზე კარგად ეგრე სწავლობ რეალურად. ანუ მეც ეხლა მეც ეგრე ვარ, ეხლა მე რო სიტყვა რაღაც კონსულტაციას დავწერ და მეც რა ვეტყვი რომ გადახედე მაინც იქნება რაღაცა ისე არ არის, ხო? ნუ შეიძლება მართლა ისე არაფერი არ იყოს და კარგი იყოს, მაგრამ ანუ შეიძლება ხდება ისეც რომ რაღაცა მეპარება, ხო? ნუ ამ შემთხვევაში შემოწმებელი და მრჩეველი რომ ყავს რომ იცი რა, აქ ესე კი არა, მოდი ესე გავაკეთოთ. შეიძლება დამჭირდეს ერთი 10 გაკეთება ეგრე, 10 ჯერ დავწერო ეგრე და 10 ჯერ თქმა. მაგრამ აი მე რომ მივალ მაგამდე და აი მარტო რომ დავждდები. შეიძლება პასუხი უნდა მოაწერო ხელი. პასუხისგებელი მაგაზე. მაშინ თუ და სხვანაირად მიიღებს ეს, ნუ ეგეც ერთ-ერთი ძვირფასი საკითხია მედიცინაში. ერთ საკითხს მინდა დავუბრუნდეთ 90-იანების მედიცინას. რა შეცვალა რადიოლოგიამ დღევანდელ მედიცინაში 90-იანების მედიცინისგან განსხვავებით? ანუ რა მოგცა რეალურად? ამ ყველაფერმა. რადიოლოგიამ შეცვალა მედიცინა. ხო, საქართველოს რა მიცა? მთელ სოფლიოში. ის რაც საორჭოფო იყო, ის რაც ხშირ შემთხვევაში არ იყო დიაგნოსტირებული, ახალი დიაგნოზები გამოჩნდა.
ქირურგიაშიც, მათ შორის ქირურგიაშიც, თერაპიაშიც ახალი სიტყვები გაჩნდა, ახალი ტერმინები გაჩნდა და გაჩნდა ისეთი დაავადებები შეიძლება ახალი დაავადება არა, მაგრამ ის დაავადება, რომელიც გვეგონა რომ აუშვათ ამ ასაკში, ამ ლოკალიზაციაში არ იქნებოდა, არის. ბევრი ონკოლოგიური დაავადების აღმოჩენა მოხდა. მათ შორის მინდა ვთქვა, რომ კოვიდის დროსაც ვინაიდან მოგესალმებით ყველას უღებდნენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას, რამდენიმე შემთხვევაში ძუძუს კიბოს დიაგნოზი დავსვით, რომელიც არ იყო დასმული და ფილტვის კიბოს დიაგნოზიც კი. ანუ ამან გააზარდა დიაგნოსტირების რაოდენობაც და ხარისხიც. ის რაც აქამდე უხილავი იყო და თეორიულად ვიძახოდით, რომ აი აქ ღვიძლის ციროზი იქნება და ღვიძლის ციროზის ფონზე რაღაცა კიდე, ამ შემთხვევაში ღვიძლის ციროზის ფონზე რაღაცა არის 3-4 სხვადასხვა პათოლოგია, რომელიც რადიოლოგიურად ისმება ამის დიაგნოზი, სხვანაირად ვესვა. იგივე ჰემანგიომის დიაგნოზი, ხო? არის დაავადება, რომელიც დიაგნოზი ისმება მორფოლოგიური დიაგნოზი რადიოლოგიით, არ მინდა ბიოპსია. ისე დავსვამ დიაგნოზს უკვე. თირკმლის ანგიომიოლიპომა. კომპიუტერული ტომოგრაფით ისმება დიაგნოზი, არ ჭირდება მას ბიოპსია. ანუ რაღაცა ბევრი საკითხები, რომლებიც ადრე უშუალოდ ჩარევით, ქირურგიული ჩარევით, ოპერაციით იყო გასაკეთებელი, დღეს აღარ არის საჭირო. და მთავარი ადრე იყო ხოლმე, ნუ ეხლა მე აღარ გამიგია უკვე კლინიკებში სადაც მუშაობ. იცი რა, გავხსენით, მაგრამ ისეთი საშინელება ხდებოდა, რომ ვერაფერი ვქენით და პაციენტი უკანვე გავკერეთ. აღარ არის ეგ თემა. თუ მაგისთან რამე საკეთებ, ნიშნავს, რომ არ ხარ კომპეტენტური. მოდი ასე ვთქვა. დღეს თუ აკეთებ. ხო, არსებობს უამრავი დიაგნოსტიკური საშუალება, რომელიც გაძლევს ამას წინასწარ მონაცემებს და მოდი რა, ისედაც მოკლე სიცოცხლის ხანგრძლივობას კიდევ უნდა დაუმოკლებთ ადამიანს. კი, ზუსტად. ან კიდევ არის ეგეთი თემა, მაგალითად აპენდიციტის ოპერაცია გავაკეთეთ და რაღაც საკვერცხეთს არ მოგვეწონა და ისიც ამოვჭერით. ან პირიქით მეორე მხარეზე რო ვთქვათ, იქ სიგმური ნაწლავი არ მოგვეწონა და ისიც გავაკეთეთ. მოდით მაშინ თავიდანვე დასვით ნორმალურად დიაგნოზი და მერე წავიდეთ ოპერაციაზე, ხო? ესენი რა თქმა უნდა უიშვიათესი საკითხები გახდა რა დღეისათვის. აპენდექტომია ავიღოთ თითქოს ყველაზე მარტივი, ხო, ასე ვთქვათ, ქირურგიული პრობლემა, მარტივი არაფრინაირად არ არის, ერთ-ერთი ურთულესი თემა, საკითხი, ხო, მაგალითად, სოფლიოში ცნობილია, რომ აპენდექტომიების 30% არის ცრუ აპენდექტომიები. ანუ არასწორად დიაგნოსტირებული, ადრე ყოველთვის ესე იყო. არადიაგნოსტირებული, არასწორად დიაგნოსტირებული აპენდექტომია, რომელიც თავის მხრივ გამოწვეული იყო იმ საკვერცხით, რომელიც პახუდ ამოჭრეს, ანუ თან საქმეს ერთად ამოჭრეს, რომ ოპერაციაზე ნახეს, რომ შეცვლილი იყო. ამან რადიკალურად შეცვალა რადიოლოგია მას ყველაფერი. დიაგნოსტიკა გაქვს, ვიზუალიზაცია გაქვს, ხედავა ყველაფერს. აქედან გამომდინარე მედიცინა წინ და წინ წავიდა. უამრავი ახალი кейსები, უამრავი ახალი შემთხვევების განხილვა ხდება, ყოველწლიურად ძალიან ბევრი ახალი кейსი განიხილება ასოციაციების შეხვედრაზე. ყოველწლიურად. ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ რადიოლოგია ჯერ კიდევ ბავშვია მედიცინაში და ჯერ კიდევ ბევრ რამეს უნდა ველოდეთ. მეტადრე მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიისგან, რომელიც განვითარებას ეხლა იწყებს. ეხლა არის რადიოლოგიის განვითარების ერა. აი ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიების განვითარება ზუსტად გუწყობს ხელს ამ ყველაფრის განვითარებას. იქ MRT-ში პროგრამები იცვლება, ახალ-ახალი მოდიფიკაციები გამოდის, რომელიც უფრო მეტ და მეტ ინფორმაციის საშუალებას გვაძლევს. მივა იქამდე, რომ MRT-ი ჩვენ შეგვეძლება მორფოლოგიური დიაგნოზის დასმა. და რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით უკვე არის ამისი გარკვეული პროტოკოლები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას დავუშვათ ადენომა გავარჩიოთ პროსტატის კიბოსგან. და თქვათ, მაღალი ალბათობით, რომ აქ კიბოს არსებობის რისკი ძალიან მაღალია და ბიოპსიის მოთხოვნა დავაყენოთ დღის წესრიგში. ამ თქვათ, რომ ეს კვანძები, რაც პროსტატაშია, არ არის ავთვისებიანობის მატარებელი და მოდი შეგვიძლია დაკვირვებაზე დავტოვოთ. ანუ აი აქეთკენ მიდის ახლა მედიცინა და რა თქმა უნდა ჯერ კიდევ სად ხართ ასე ვთქვათ რა ამ საკითხში ბევრს კიდევ უნდა ველოდოთ წარმატებულ და დიდ კარგ საქმეს. ძალიან მაგარია. MRI ვახსენეთ და პეტ სკანზე რა სიტყვით?
პეცკანი თავისებურად ონკოლოგიური დაავადებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო კვლევის მეთოდია. იქიდან გამომდინარე, რომ მას შეუძლია ონკოლოგიური აქტივობის აღმოჩენა სხვადასხვა კვანძებში, თვითონ სიმსივნურ უჯრედში, ყოფილში, დაუშვათ ლიმფურ კვანძებში ან სხვადასხვა ორგანოებში. ამის დანახვა დაუშვათ MRT-ზე შეიძლება, რაღაც დონეზე კატ-ზე შეიძლება, მაგრამ ყოველთვის ესეთ მარტივ მაგალითს ავიღებ ხოლმე, შუა საყრის ლიმფომა, მაგალითად, რომელიც კომპიუტერული ტომოგრაფითაც ისმევა მისი დიაგნოზი, ასე ვთქვათ, სავარაუდო დიაგნოზი იმის ხარჯზე, რომ შუა საყარში არის გადიდებული 6-7 სანტიმეტრიანი უზარმაზარი ლიმფური კვანძები და ჩვენი გამოცდილებით და იმ ცხოვრების გამოცდილებით რაც მივიღეთ, ვიცით, რომ ასეთ შემთხვევაში ლიმფომა არის ყველაზე ხშირი დიაგნოზი. მორფოლოგიამდე ვერ ჩავდივართ, მაგრამ ლიმფომას ვამბობთ. მერე დაიწყოს დავუშვათ ქიმიოთერაპია, ნახეს რო არის ან ხოჯკინი, არა ხოჯკინის ლიმფომა. დაიწყეს კურნალობა და გამოიცა 2 თვის მერე საკონტროლო კატეკვლევაზე ვნახეთ, რომ ეს ლიმფური კვანძები დაბატარავდა 3 სანტიმეტრამდე, გადასარევია. გვაგრძელებთ კურნალობას. გავიდა კიდევ 3 თვე, მოვიდა პაციენტი საკონტროლო კვლევაზე და ეს კვანძები ისევ 3 სანტიმეტრია. რა ვქნათ? რამდენიმე ვარიანტია. ერთი, რომ ჩვენი ქიმიოთერაპია ამას აღარ შველის. მეორე, რომ ჩვენმა ქიმიოთერაპიამ გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა და ამ კვანძების ფიბროზია ამ კვანძებში და აღარ არის არანაირი ცოცხალი სიმსივნური და მიტო აღარ პატარავდება, ან კიდევ სხვა რაღაც ხდება. ან არ შველის ეს ჩვენი ქიმიოთერაპია არაფერს, ან შველის რაღაც სტაბილურობა უჭირავს რა, მაგრამ ცოტა მეც თუ მივცემთ, ან ცოტა თუ შევცვლით, უკეთეს შედეგს მივიღებთ. აი კომპიუტერული ტომოგრაფია ამას ვეღარ გვეუბნება. ვხედავთ ზომას, მეც ვერაფერს. აი ამ დროს ზუსტად ერთვება პეტი. პოზიტრონული ემისიური ტომოგრაფია, რომელიც თავისი იმ პრეპარატით, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, იქ ფტორიანი გლუკოზა, ზუსტად ამ სიმსივნურ უჯრედებში ჩაჯდება და მოგცემს ნათებას, ანუ აქტიურობას, რომელსაც უკვე შეაფასებს. ექიმი და იტყვის, რომ დიახ, ამ ლიმფურ კვანძებში, რომელიც შუა საყარში დაგვრჩა, აღარ არის არანაირი სიმსივნური ქსოვილი, მოდი თავი დავანებოთ. ან გვეტყვის, რომ კი, არის სიმსივნური ქსოვილი, აქტიური, აგრესიული ჩართვა და მოდით კურნალობის ტაქტიკა შევცვალოთ. ან რეალურად რამდენი რაღაცა მოგცა ამ რადიოლოგიამ და კიდე რამდენი საშუალო რესურსი აქვს კიდე. კი, უამრავს. ერთი ადამიანის სამედიცინო ცხოვრებაში 98 წლიდან დღემდე. ხო? 20 წელი. თითქმის და 10 წელი გახდება ცოტა ხანში. ამ ხნის განმავლობაში ყველა მოდიფიკაციის კომპიუტერულ ტომოგრაფზე ვიმუშავე. 1-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფიდან 640 შრიანი. ანუ ჩემ ცხოვრების საექიმო ცხოვრების არ ვიძახი მთელი ცხოვრების. ეხლა ხვდები. საექიმო ცხოვრების მოკლე ადამიანის, ერთი ადამიანის მოკლე სამედიცინო ცხოვრების პერიოდში არაფრისგან, ანუ 1-შრიანი რთული აღსაქმელი გამოსახულებიდან მივედით სამგანზომილებიან გულის მოძრავ გამოსახულებამდე. პერფუზია, დიფუზია და აი 1000 რაღაცა, ასე ვთქვათ, დამატებები. ეხლა მივხვდი რატო ურთხილდებით იმ აპარატს ეგრე გულის ხურით. ერთი რამ დამაინტერესა ეხლა იცით 90-იანების მედიცინა ვახსენეთ და ბევრი ესე ვთქვათ დიაგნოსტიკური ლაპარატომია. აი ეს რადიოლოგია, კომპიუტერი, MRT რაც შემოვიდა. თუ მინდა რომ აი განსაკუთრებულად რაც გახსოვთ, რომ აი რაღაცა გონებიათ ექიმს და აი თქვენ ესე ვთქვათ გადაგირჩენიათ და ამ ყველაფრისგან თავი აგირდებიანით. აი განსაკუთრებული кейსი, აი რაც ისეთი იყო, რომ აი პაციენტი რომ მომხდარიყო, ძალიან დამღუველი იქნებოდა პაციენტისთვის. მარტივი თემა არის, ეგ არც ახანაც ვახსენე, აპენდექტომიები, აპენდიციტი. ეგ უამრავ შემთხვევაში აპენდიციტი იყო ტერმინალური ილეიტი. წვრილი ნაწლავის ანთება, ტიფლიტი. ხო, ანუ ლოკალიზაცია, კლინიკა იგივე აქვს აბსოლუტურად, უბრალოდ არ არის ეს საოპერაციო. კი ბატონო. სიგმოიდიტი, პერფორაცია, სიგმის დივერტიკულის პერფორაცია. ანუ იმის და მიხედვით რადიოლოგია რა სიტყვის პერფორაციის დონე, გავრცელების დონე, აბსესის ჩამოყალიბების მოსულობა, ზომა, განსაზღვრავს ოპერაციის ტაქტიკას. დღეისათვის მოწოდებულია, რომ სიგმოიდიტი ან პერფორირებული სიგმოიდიტიც კი დივერტიკულიტი ყველა შემთხვევაში საოპერაციო არ არის. ვინაიდან შემოფარგლული პროცესის გავრცელება მუცელში არასწორია. ამდენად კონსერვატიულად მივყვებით. ეს რადიოლოგია მოგცა. კომპიუტერულმა ტომოგრაფია მოგცა ეგ. დღეისათვის ახლა ძალიან აქტუალური არის კორონარულ ანგიოგრაფიები.
ჩვენ ვიცით რომ არსებობს დიგიტალური სუბსტრაქციული კორონარული ანგიოგრაფია, რომელიც სიზარხში ინვაზიური მეთოდით ხდება გულის სიზარხების გამოკვლევა. ამას დაემატა კომპიუტერული ტომოგრაფია, რომლის კეთება დავიწყეთ 2007 წელს. ჩვენთან რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ეხლა ისევ და ისევ აქტუალური გახდა და ამ კვლევამ გააკეთა სკრინინგი. ანუ ის პაციენტი, რომელიც არ იყვნენ მაღალ რისკის ჯგუფში, გამორიცხა და ტყუილ აღარ უკეთდება არავის ეს манипуляცია. უკეთდება იმას, ვის მაღალ რისკშია. ამან დაზოგა ბევრი პაციენტის სიცოცხლე. დაზოგა დრო, რესურსი დაზოგა, პაციენტის ჯანმრთელობა დაზოგა, იმიტომ რომ სიზარხში მოძრაობა კათეტერით კი უსაფრთხოა თავის მხრივ, მაგრამ რისკებს შეიცავს, აშლილების რისკს შეიცავს, სისხლდენის რისკებს შეიცავს. ხო, ეს რისკები ავიცილეთ თავიდან. ძალიან კარგი. და რა ვიცი, აი უამრავი რამე. ბევრი იქნება დარწმუნებული ვარ ერთი რადიო. შემთხვევა გვაქვს, როდესაც სიზარხში აღმოვაჩინეთ დამატებითი სიზარხი. ვაუ. ეგეთ რამე, აღწერილი არ არის, ჩვენ ეს დავწერეთ სტატია, გამოვაქვეყნეთ, კონგრესზე მოვახსენეთ. აი ესეთი რაღაცები ხდება, რომ გონია რომ ანატომია აღარ იცვლება, ანატომია დასრულდა, ხო? ამ დროს ქვემოღრუ ვენაში აღმოვაჩინეთ, რომ არის საკვერცხის არტერია. სიზარხში მეორე არ მოუდგენელია, მაგრამ არსებობს. ხდება ხოლმე კი. ხო. ესეც რადიოლოგიის დამსახურება ახლა. ისე ვინმე პარაათ მაგას ხო ვერ ნახავდით ვერსად ვერაფერს. ხელოვნურ ინტელექტს შევეხეთ, ბევრჯერ ვახსენეთ ეს თემა. რა შეცვალა რადიოლოგიაში, მოდი ხელოვნურმა ინტელექტმა ეს გამკითხვას დავსვა. თუ შეცვალა საერთოდ რაიმე? კი, რა თქმა უნდა შეცვალა. მოდი იმაზე ვართ დამოკიდებული ამ ხელოვნური ინტელექტის რა რესურსს გამოვიყენებთ. ხელოვნური ინტელექტი ის რაც დღეს ჩემ ხელქვეშ არის და რაც მე შემიძლია გამოვიყენო, ეს არის ასე ვთქვათ მოკარნახე, რადიოლოგიური დასკვნების მოკარნახე, რომელსაც ასევე წარმატებით შეუძლია გამოიყენოს ქირურგმა, თერაპევტმა, ულტრაბგერის სპეციალისტმა, რომელიც არის მორგებული კონკრეტულ ექიმზე, მისი ხმის ტემბრზე, საუბრის მანერაზე და ის იწერს შენს საუბარს. და შემდგომ გადააკეთებს იმ ტერმინოლოგიას, რომელსაც შენ იყენებ. და გაასწორებს გრამატიკულად. რა თქმა უნდა, სიტყვებს, ანუ იმის მაგივრად რომ მე მომდე 25 წუთი დასკვნის წერას, ერთი ამოსუნთქვი დავშოთ, ერთ წუთში არც კი ხო ერთი წუთი საუბარი არც ისე მოკლეა, ხანგრძლივი ერთი წუთი საუბარი. 30 წამში ასრულებ დასკვნის კარნახს. რომელმაც ძალიან შეამცირა ის დრო, რაც მე ვხარჯავ დასკვნის დაწერაზე. და ძალიან გაამარტივა ამ თვალსაზრისით ჩემი სამუშაო, როგორც ექიმის დრო შემიდან დამიმოკლა. გარდა ამისა, ერთი ისეთი საინტერესო თემაა. წეხანაც შევეხე და ეხაც ვიტყვი და ალბათ ესე ამაშთაც დამეხმარა. როდესაც მე ვზივარ და დასკვნავს ბეჭდავ კომპიუტერზე, შეუძლია შემოვიდეს ნებისმიერი უცხო ადამიანი, კოლეგა, თანამშრომელი და გარკვეული შეკითხვები დაგისვას თავისთვის საინტერესო საკითხზე. იმიტომ ის თulis რომ მე აქ ვეჭდავ, მეც არაფერს არ ვაკეთებ და ის რომ აქ აზრები ტრიალებს, ეგ აღარ ასწავს არაფერს. მაგრამ როდესაც შენ დასკვნას კარნახობ, ანუ საუბრობ, ხო? რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ გეჩრება საუბარში და არ გაწყვეტინებ საუბარს და გელოდებიან სალაბარ დაავთავრებ, დგას მორჩილად და გელოდებას უყელ. ანუ ვერც ვერავინ ვერ შეგიშლის ხელს ამ კარნახში. ეს ძალიან დიდი პლუსია. ეგ ძალიან დიდი კომფორტია. მეორე ხელოვნური ინტელექტის პლუსი, დიდი პლუსი გახდა ის, რომ დოზები შემცირდა, რადიაციის დოზები კომპიუტერულ ტომოგრაფიაში, რენტგენში. იმ თვალსაზრისით, რომ ხელოვნურ ინტელექტმა მოგცა ისეთი ფორმულა, გამოსახულება ხო კომპიუტერულ ტომოგრაფიაში ციფრულია. ხო. შესაბამისად, ის ფორმულები, რომლებიც გამოსახულების გამოყვანაზე არის პასუხისმგებელი, გაცილებით მეტად დამოკიდებული გახდა ხელოვნურ ინტელექტზე. ის თვითონ ითვლის პაციენტის ფორმას, წონას, ზომას და იმდენ რადიაციას გასცემს, მოდელ დენის ძალას და ძაბუას გამოიყენებს, რაც საჭიროა კარგი გამოსახულების მისაღებად, მაგრამ მინიმალური დასხივების გამოსაღებად. ანუ ძალიან გაკეთილშობილდა, ასე ვთქვათ, ამ თვალსაზრისით. ეგ არ ვიცოდი. კიდევ ერთი გამოსახულების გაიფილტრა, უფრო კარგი გახდა ხმაურიანი გამოსახულება, რაც აი უნდა მიგვეღო დაბალი დოზით უკვე კაი გამოსახულება გამოგვიტანა ამ ხელოვნურმა ინტელექტმა, იმიტომ რომ დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა რადიოლოგიაში არის რადიაციული უსაფრთხოება. ხო. აი ახლა წერილი მომივიდა, ვენაში იმართება შეხვედრა, სადაც მიწვეული ვარ მაგატეს მხრიდან, ანუ რადიაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სააგენტოდან, რომელიც ყოველწლიურად რამდენიმე ტრენინგს ატარებს რადიაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ აი ეს რესურსი ფრთხილად გამოვიყენოთ. ზედმეტად არ დავხარჯოთ და მე ჯანმრთელობა. ალარას პრინციპი ქვია ამას.
გამოვიყენოთ იმდენი რადიაცია, რამდენიც საკმარისია დიაგნოზის დასასმელად და არა იმდენი, რამდენიც ჩვენ კომფორტ შეგვიქმნის. ანუ კარგი გამოსახულებას ბევრი დენის ზალა და ძაბვა უნდა. თუმცა ამ გამოსახულებას ასეთი ჰაიკლ დონის თუ არ იქნება, ისედაც დასვამ ამ დიაგნოზს. მაშინ რაღაცო ვადუღებთ ამ ადამიანს, ანუ ბოდიში ჯარგონისთვის ვასხივებთ ამდენი რადიაციით. ზუსტად ამაში ხელოვნური ინტელექტი დაგვეხმარა. ჩვენ უკვე ხელით აღარ ვცვლით პარამეტრებს. აპარატი თვითონ განთვლის ამას მინიმალურ დასხივებაში მაქსიმალურ ინფორმაციას მომცემს. იდეალურია. პაციენტისთვის იდეალურია, აპარატის ტექნიკურად დამზოგავია, ჩვენ ავიცილეთ თავიდან ამდენი, ასე ვთქვათ, შრომა, რომ ხელით გაგვესწორებინა პარამეტრები. და ბოლოს არის ხელოვნური ინტელექტის ისეთი ოფციები, რომლებიც დღეისათვის მაგალითად მამოგრაფიაში გამოიყენება დიაგნოზის დასასმელად. ძვლებში პოულობს მოტეხილობას. ანუ ეს პროგრამა გაიუნება, რომ აი პოლიტრამა ღამე დავუშვათ გადავიღეთ, ღამის 3 საათია, ნახევრად მძინარე მდგომარეობაში ხარ და აი ამ სიტუაციაში ხელოვნური ინტელექტი თუ გააქცეს რესურსი დავუშვათ აი ამ მოწყობილობაზე, რომელთაც აკეთებ დამუშავებას მონაცემების, აი მოტეხილ სეგმენტებს თვითონ მონიშნავს, რომ ესენი არის მოტეხილი. რა თქმა უნდა, ამას შენ გადააკონტროლებ, შეიძლება იქ არტეფაქტი იყოს მოძრაობითი, შეიძლება რა, მაგრამ გარკვეულწილად ინფორმაციას მოტეხილობას ხედავს. მამოგრაფიაში უფრო აქტიურად გამოიყენება, იმიტომ რომ ერთი ორგანოა და იქ უფრო მარტივია აი ამ ხელოვნური ინტელექტის მიბმა ინფორმაციაზე. თუმცა ახლა მეორე საკითხია ხელოვნური ინტელექტის იურიდიული გამართლება, პასუხისმგებლობა, ხო? ხელოვნური ინტელექტმა დაწეროს დასკვნა მაგალითად პირობითად და არ აღმოჩნდეს ეს დასკვნა მართალი. ვინ უნდა მაგოს პასუხი? მე ვფიქრობ, რომ აიტიშნიკმა. საინტერესო კითხვა. ხო, ანუ მოდი ესე ვთქვათ, ჯერ ეს ადრია. მაგამდე არ ვართ მისულები, მაგრამ ის რაც არის, ძალიან გვეხმარება. სერიოზულად გვეხმარება, ხო გეუბნებით ნახევარ საათიანი რუტინა გადავიდა 1 წუთიანში. რა თქმა უნდა, მე 1 წუთამდე სანამ მივალ, მე 1-20 წუთი ამ გამოსახულებას ვათვალიერებ და ვნიშნავ ზომებს, ვიღებ ყველაფერს ვამზადებ, რომ აი ამ სასაუბროდ ვზად ვიყო, მაგრამ ყოველ შემთხვევისათვის ის ნახევარი საათი რაც მე ბეჭდვით უნდა და მე ხარჯა გაცილებით უფრო სწრაფად მოვახერხე უკვე ამ მეთოდი. ანუ დიდი პლუსია და ჯერ კიდევ ხალხი ხა იდგავს ფეხს რეალურად და ვინ იცის სანამდე მეგვეყანს. კი, ალბათ ყოველ წელს, როდესაც ახალი აპარატი გამოდიოდა, მეგონა რომ ეს იყო რაც იყო. პირველად რომ ნახე სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფი, ვთქვი რომ აი всё, რადიოლოგია დამთავრდა, ამაზე მეტი რა უნდა მოიგონონ. სიზარღვები დავინახე, ანუ კონტრასტით შეღებილი სიზარღვები, ანგიოგრაფია ვნახე პირველად. აუ, ფანტასტიკა. თან ერთ ჩასუნთქვაზე დაამთავრა გამოკვლევა, საერთოდ გავგიჟდი. ბიჯური კომპიუტერული ტომოგრაფიაზე 40 ჩასუნთქვა უნდა გაეკეთებინა პაციენტს. ჩაისუნთქე, გააჩერეს სუნთქვა, არის სუნთქვა, ისუნთქე, ერთი კადრი. კიდე და ეს 40 ჯერ ხანს ღრმად ჩაისუნთქავდა, ხან ზედაპირულად ჩაისუნთქავდა, ხან რა გამოსახულებას იღებთ, ხან რას. და ეს აპარატი ნახე დააჭირეს ხელი, აბა ერთი ჩაისუნთქა 30 წამში გადაატარეს და ოპა, ყველაფერია. და თანმიმდევრობით, კაცო, ეს ღვიძლის ადგილზეა. ფილტრებში არ ამოდის ღრმად ამოსუნთქვის პირობებში, ღრმად ჩასუნთქვის დროს მენში არ ჩადის. აი ერთ ჩასუნთქვაზე სასწაული, ეს რა ვნახე. მორჩა, აი ესეთი თუ მექნება, მე არაფერი აღარ დამჭირდება. ეს არის 2002 წელი. 2007-ში, ანუ 2007-მდე 4 აპარატი შეიცვალა. 1 შრიანიდან გამოვიდა 2 შრიანი, გამოვიდა 4 შრიანი, გამოვიდა 16 შრიანი, 8-იანი, 16-იანი და 64-იანი. ანუ 2002 წელს, სადაც პირველად ნახე სპირალური კატე, 2007 წელში რესპუბლიკურში დადგეს 2 შრიანი, 16-იანი და 64-იანი. და ეს ხო ფანტასტიკა იყო უკვე, აბსოლუტური ფანტასტიკა. 5 წელიწადში რაღაც სასწაული დიდი ნაბიჯი. აპარატებს არ თავდნენ, იმიტომ რომ General Electric-დან უნდა ჩამოსულიყო ინჟინერი, რომელიც ჩაგვაბარებდა ამ აპარატებს და, რა თქმა უნდა, ხელის მოკიდების გარანტიაზე იყო აპარატს ვერ გადახდილი, რა თქმა უნდა. დირექციამ თხოვა, რომ უნდა გავხსნათო, რა კლინიკაო შანსი არ არის და ერთ-ერთი აპარატის ჩართვის უფლება მაინც მოგვეცითო, ემერჯენსს ვერ ხსნითო, რომ იმღებსობით, რა. ვინ ყავთო, რა ყავთო, აი ესეთი გრიგოლ ნემსაძე ყავს, რომელიც დამუშევარია 1 შრიან კატეზეო და ჯიზე სპირალზეო და იქნება მან ჩართოსო.
კარგო, მარტო მაგ აპარატს მეკართო, დანარჩენს არაო. ნუ გავხსენით ეს აპარატი, გაიხსნა emergency, დავიწყეთ მუშაობა, ორშრიანი კატე იყო. ნუ არ არის ორშრიანი ფანტასტიკა, მაგრამ ერთიანთან შედარებით ორჯერ სწრაფია. ორჯერ კარგი გამოსახულება აქვს. მე და პროფესორი გოფოძე ვიჯექით ხოლმე საღამოზე და სამგანზომილებიან რეკონსტრუქციას ვაკეთებდით ნეკნების მოტეხილობაზე და აი გაოცებული და ბედნიერები ვიყავით. რა მაგარი რამეა ეს. მუშაობის ხალისი მოგეცათ ეგრევე. ერთ თვეში ჩამოვიდა უკვე გერმანიდან სპეციალისტი, რომელმაც ჩართო უკვე 6 მიჩრიანი კატე და გითხრა რომ იმას არ მიეკაროთ 74-კანი დალუქეთო. მეც არ ვეკარები მაგას, კიდე სხვა უნდა ჩამოვიდეს დიდი პროფესორი. აი ის რომ ჩავრთეთ მაშინ მივხვდით რა იყო კატე. ფურმე. ფანტასტიკური გამოსახულება 6 მეჩრიანზე ვსაუბრობ, ეხა დღევანდელი 640-აზე არ ვსაუბრობ. და აი ყოველ ამ ეტაპზე მეგონა რომ ეს იყო ბოლო. ეხლაც ასე მგონია რომ 560-560-იანი რაც Siemens აქვს და GE-ს და ეს 640-იანი რაც Toshiba-ს აქვს, ეს არის ბოლო. მაგრამ ვიცი რომ არ არის. ცხოვრების გამოცდილება მეუბნება რომ ეს ბოლო არ არის. მაგრამ აი ნახოთ ცოტა დიდი ხანი გავიდა, დიდი ხანი აქვს, ასე ვთქვათ, პერიოდი გასული და ბოლო აპარატი გამოუშვეს და ასე დიდი ხანი არ იქნება ეს ჭუმე. კი ბატონო, თავარი აქ როდის შემოიტანენ? აქ მოდი გეტყვით ერთ რამეს, რომ საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე 640-შრიანი კატეებითა და 3 ტესლა მაგნიტების რაოდენობით სოფლიოში პირველ ადგილზეა. ნუ უტრირებ, მაგრამ შემიძლია გითხრა, რომ დღეისათვის ჩვენები საქართველოს მედიცინა, კერძო კლინიკების და სახელმწიფო კლინიკების აღჭურვილია ზუსტად იმ აპარატურით, რაც სოფლიოშია. პირდაპირ კონგრესზე ჩამოდიან დაუშვათ იქ ზოგიერთი კლინიკის არ დავასახელებ ხელმძღვანელები, ადგილზე მოლაპარაკებებით იძენენ იმ უახლეს ტექნიკას, რასაც დღევანდელ დღეს ჩვენ თავაზობთ ჩვენ მოსახლეობას. ან უახლესი აპარატი მაგ თვალსაზრისით ეგ კარგი თვისება გვაქვს. 1895 წელს რენტგენმა ხო აღმოაჩინა რენტგენის სხივი. 1896 წლის იანვარში მოახსენა, რომ აი ეს სხივი აღმოაჩინეო. 96 წლის იანვარში. 96 წლის ზაფხულში თბილისში რენტგენის აპარატი იყო უკვე. მიხეილ გადევანიშვილმა იყიდა, ჩამოიტანა და ქიაჩელის ქუჩაზე დღესაც დგას ეგ რენტგენის აპარატი. ასე რომ ეგრევე გვექნება. შორს რო არ წავიდეთ, ევროპაში რო წახვიდე, რამდენ ადამიანი დადის ბოლო iPhone-ით. მაგაშიც მაგრები ვარ. ტექნოლოგია გვიყვარს ქართველებს ზოგადად. ტექნოლოგია და ტექნიკა გვიყვარს. ყველაფერი საუკეთესო გვინდა, მიუხედავად იმისა, გვაქვს ამის საშუალება თუ არ გვაქვს. ეგ კიდევ სხვა. მეტიჩრობის თემაც არსებობს, მაგრამ კონკურენცია თავისას ამბობს და ალბათ არის საჭირო, რა ვიცი, აი გინდა რომ კონდეს ალბათ რა, ხა დავუშვათ რატო არ უნდა კონდეს სახელმწიფო კლინიკას უმაღლესი ტექნოლოგიები უნდა კონდეს, რატო არ უნდა კონდეს კერძოს უფრო მარტივად აქ კიდვის ფუფუნება უბრალოდ სახელმწიფო კლინიკამ ტენდერები უნდა გაიაროს და ცოტა ძიმეა ამ საკითხში, თუმცა კი გადასარევი ტექნოლოგია ყავქონდა რესპუბლიკურ 640-შიანი კომპიუტერი გვედგა, ხა რუხში დგას. 3 ტესლა მაგნიტი დგას რუხში. ასე რომ კი თანამედროვე ტექნოლოგია აბსოლუტურად თანამედროვეები. ძალიან კაი და ძალიან მაგარია. ამაში მაგრებია, კი. თავარია პროფესიონალებიც ყავდეს შესაბამისი. აი ვზდით ახალგაზრდებს. აი იმედი გვაქვს რომ ძალიან ბევრი, აი მე წარმოსიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ ყოველ წელს ჩვენი კათედრიდანაც მათ შორის 7-8 მოხსენება კეთდება ვენის კონგრესზე. ანუ არ არის ეს მარტივი თემა, საერთაშორისო ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის კონგრესზე 7-8 თემა ჩვენ გამიდის, ბატონ ფრიდონ თოდუას კლინიკიდან, ასე ვთქვათ, ხიური და ინტერვენციული რადიოლოგიის ინსტიტუტი იყო ადრე, იქიდანაც უამრავი მოხსენებები მიდის და ასე ვთქვათ, არ ვართ ბოლო ადგილზე რა. არა, კარგად ვართ. უბრალოდ ზოგადად ცხოვრებაში ნებისმიერ რაღაცაში ხო ცუდი უფრო ჩანს ვიდრე კარგი. ხო, ნუ ეგრეა ხა ადამიანმა 10,000 კარგი რო გააკეთო და ერთი ცუდი გამახსოვრებს. ესე ანუ ეს ადამიანის ცხოვრებაა და შენს ძაღლის ნაკვენებით გახსოვს ის რაღაცა, რაც შეიძლება არასწორად გააკეთე, არასწორი დიაგნოზი დასვი ან რაღაცა არასწორი შეგეშალა, ის მთელი ცხოვრება გახსოვს, ის არ გავიზღდება არასოდეს. ეგრეა, კი, აბსოლუტურად ეგრეა და
თუ სადმე რამე დაინახე მსგავსი და ეგრევე კი ვიხარო ეს არის არ შეგეშალოთ. იმიტომ რომ არ გინდა რომ ეგ სხვამ გადაიტანოს კიდევ ერთხელ. ბუნებრივია. ცოტა ხნის წინ ვახსენეთ რადიაცია. ხალხი რო არ დავაფრთხოთ და ესე ვთქვათ სურვილი არ დაუკარგოთ კომპიუტერის გადაღების, მოდი ცოტა მაგასაც შევეხოთ. მაგაზე კაი არის MRI-ის თემა. MRI ადრე იწოდებოდა ბირთვულ მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია. ბირთვული მოუძღოდა ხოლმე წინ. იაძერნა მაგნიტური რეზონანსная ტომოგრაფია და აი იაძერნი რო იყო არ მოწოდა ხალხს ძალიან და მოაშორეს ოპერატიულად. დღეს ბირთვული აღარ არის, მაგნიტური რეზონანსული დარჩა. რაც შეეხება რადიაციას, რა თქმა უნდა, იმ დღიდან როცა რადიაცია აღმოჩნდა, მას მერე როცა უკვე საზოგადოება მიხვდა რომ რადიაცია არ არის კარგი ჯანმრთელობისთვის, უკვე დაიწყეთ ამაზე ზრუნა რომ მინიმალური დასხივების დოზები გამოვიყენოთ მაქსიმალურ ინფორმაციის მისაღებად. მე რომ ამბობ რომ 640 შრიანი და აი რა საამაყო ვარ და რა კარგია და ამაში სულ ყველაფერში ხელოვნური ინტელექტია, ზუსტად ეგ გვეხმარება რომ მინიმალური დასხივების დოზა. მაგალითად კომპიუტერული ტომოგრაფიის დოზები მივიყვანეთ იქამდე ექსპერიმენტულ შემთხვევებში, რომ ის დოზა დაახლოებით ტოლფასი იყო გულმკერდის რენტგენის გადაღების. იმდენად შევამცირეთ. ეს ფანტომებზე ჩატარებული კვლევებით. და ვცდილობთ რომ ეს დავნერგოთ ცხოვრებაში. გულმკერდის კვლევებს შეეხება ძირითადად. საერთო ჯამში კომპიუტერული ტომოგრაფიით დაუშვათ წელიწადში ერთხელ, 5 წელიწადში ერთხელ, თუნდაც წელიწადში 2-ჯერ ჩატარებული კვლევა არანაირ ზეგავლენას არ ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, არ არის დადასტურებული მეცნიერებად არანაირად, რომ აი ის ერთხელ გადაღებული კომპიუტერული ტომოგრაფია, ანუ 2-ჯერ თუ 5-ჯერ გადაღებულმა გამოიწვია რაიმე ორგანიზმში. თუმცა აქ ჩვენთვის მთავარი პრინციპი არის წონადობა. რა ინფორმაციას გვაძლევს და რისთვის ვიყენებთ ამას? ანუ მის ჯანმრთელობას კი ვავნებთ რადიაცია არ არის უვნებელი, მაგრამ ჩვენ თუ ამ მავნებლობით, ასე ვთქვათ, მის სიცოცხლეს გადავარჩეთ, მათომაც არა. ხო. მაგრამ პირობითად ადამიანი იჯდა სკამზე, სკამს ფეხი მოტყდა, გადმოვარდა სკამიდან და ამიტომ პოლიტრაუმა უნდა გადავუღოთ თავიდან ფეხებამდე კომპიუტერული ტომოგრაფია, რა თქმა უნდა ეს ზიანია. ანუ ეს მიზანი და გამართლება არ არის ერთმანეთთან ტოლფასი. არ ეკუთვნის მას ამის გადაღება და ჩვენ უკვე ტყუილა ვასხივებთ ამ შემთხვევაში მას და მის ჯანმრთელობის სიკეთეს ეს მავნებლობა არ გადასძალავს. მოდი ასე ვთქვათ, ამიტომ საპირწონეზე რადევს თავარია. ჩვენ თუ გვჭირდება, ჩვენ არ გვჭირდება უბრალოდ თუ დიაგნოზის დასასმელად მის სამკურნალოდ და მის გადასარჩენად გვჭირდება რადიაციის გამოყენება, ჩვენ ამას გამოვიყენებთ. ეს სათამაშოა იმასთან შედარებით, რასაც ჩვენ სხიურ თერაპიაში ვაკეთებთ. დასხივებით. ხო, იქ უკვე ზივერტებზე მიდის საუბარი. აქაც იგივეა, დასხივებით ჩვენ რაღაცას ვკლავთ, სიმსივნეს ვკლავთ. მის გარშემო ქსოვილებს ვწვავთ. მაგრამ რატომ? იმიტომ რომ ეს ადამიანი სიმსივნისგან გამკურნოთ. ხო? ამიტომ საპირწონეზე ამ შემთხვევაში რადიაცია და სიცოცხლე თუ დევს, რა თქმა უნდა ჩვენ რადიაციას გამოვიყენებთ იმ სიცოცხლის გადასარჩენად. ზუსტად. ქვეყანას არ აქცევს. მოდი თანამედროვე აპარატურად დღევანდელი რაც ქვეყანაში გვაქვს ჩვენ მინიმალური დასხივებით გამოირჩევა და ამ თვალსაზრისით საჭიროების შემთხვევაში ბავშვებსაც უკეთებთ. თუ ეს საჭიროა. ხო, ну მანდ უკვე სასწორზე ის შენ ჯანმრთელობა, როდესაც რომელიც ის დასხეობა ან მოგიტანს ან არ მოგიტანს, ნუ უფრო მეტად ალბათ რავი ერთჯერადი დასხეობა. არც არაფერს არ გვიზამს აბსოლუტურად. უფრო რისკის ქვეშ უფრო თქვენ ხართ ყოველდღიური შეხებავისას. ჩვენი დაცვები გვაქვს, რა თქმა უნდა, ახლა იქ ოთახები დაცულია, ჩვენ რადიაციული საფრთხეობა გვამოწევს ყოველთვიურად, ასე რომ ეს ჩვენი დაცვები გვაქვს და ჩვენი რისკები გვაქვს. კი ბატონო. ხო, ну საჭიროებისამებრ რასაც მოუწევს. თან ახლა მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფიის განვითარებამ გარკვეულწილად ჩაანაცვლა რაღაცეებში დაუშვათ კომპიუტერული ტომოგრაფია, ხო, იგივე MRCP-ს ვაკეთებთ, ხო, გადასარევად. მცირე მენჯის ორგანოები მაგნიტმა წაიღო სწორი ნაწლავის სიმსივნეები, საშვილოსნო საკვერცხები, მაგნიტში მიდის ძირითადად პროსტატა. ამდენად აქ უკვე კომპიუტერი ჩავხსენით. ასე რომ რაღაც საკითხებში, ხო, გული
გულის ინფექციები MRT-ზე მიდის მთლიანად, კომპიუტერში ამაში ხეირი არ აქვს არაფერი. და ასე რომ რაღაცეები იგივე MRT-ს გაჩენამ გარკვეულწილად კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაანაცვლა და ეს რადიაცია სადაც შეგვიძლია ალტერნატიული მეთოდით გავიდეთ, ყოველთვის ვთავაზობთ პაციენტს ალტერნატიულ მეთოდს. ზოგს რა თქმა უნდა MRT-ში შესვლა არ შეუძლია, ზოგი ხერჩერდება, ზოგს რაღაც იმპლანტი აქვს, რომელსაც ვერ იქ ვერა, მაგრამ სხვა შემთხვევაში ყოველთვის მიდის ალტერნატიული კვლევის მეთოდი, რომელიც ჯობია კატე, MRT, რენტგენი, ულტრაბგერა და ასე შემდეგ. ულტრაბგერასაც ჩამოვწერთ, ხა რადიოლოგიური კვლევის იდეალური კვლევის მეთოდია, ძალიან უამრავი ინფორმაციის მატარებელი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა გეტყვით პირველ რიგში. ჩემთვის ახლა რეალურად ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღე თქვენგან და ბევრ რაღაცა, თუნდაც შემსამომავლო კარიერის თვალსაზრისითაც რო დავფიქრდე რა, თქვენ რა გზებიც გამოიერთ, თუნდაც დღევანდელ რეალობაზეც ბევრი ვისაუბრეთ და რაღაცეებზეც ბევრი საჭირო ინფორმაცია მივიღე და რაღაცეებზე აუცილებლად საღამოს სახშმევალ კიდე აუცილებლად დავფიქრდები რა. მადლობა პირველ რიგში რომ დრო დამითმეთ, იმიტომ რომ მე რეალურად ვიცი თქვენი გრაფიკი, არ ვიცი, წარმოდგენაც არ მინდა რომ ვიცოდე უბრალოდ. მოდი ესე ვიტყვი და ეს რამოდენიმე საათი რომ გამომიყავით, დავსხედით, ვისაუბრეთ და ძალიან კმაყოფილი ვარ და მადლობა კიდევ ერთხელ. გაიხარეთ, დიდი მადლობა თქვენ ყურადღებისთვის სვენელებს. თქვენ კი გეტყვით რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონათ და კომენტარებში გელოდებით რა თქმა უნდა მომავალ შეხვედრამდე.